თქვენი ორგანიზაცია არის სამაგალითო რა. გასტროში ახლა გასტროენტეროლოგიაში ხო ახლა სხვა ასე ორგანიზაციულ დონეზე სხვა გაერთიანება მე ასე არ მაგ ახლა შეიძლება ფურცელზე არის, მაგრამ ნუ ასე აქტივობები არ ხდება რა თვალში. ნაწავის ანთებითი დაავადებების და სხვა დიდი დაავადებების გაერთიანება. ცელიაკიის ასოციაცია ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია და საქმე გაუკეთებია თან არაერთი. ექიმია ესე პირისპირ მეუბნება არათუ ნუტრიციოლოგია რომ აი როგორ დაბალანსებულად იკვებო ამ შემთხვევაში თუ გაქვს ცელიაკია, არამედ მეუბნება რომ ნუ აი ჩვენ იცი წლებია ვმართავთ ცელიაკიას. ყავდა ბავშვები, გაიზარდნენ ეს ბავშვები, მაგრამ რა საჭიროა ამდენი ულუტენო პროდუქცია გაიხედავ და აი ულუტენო შოკოლადები, ულუტენო ეს, ულუტენო ის. პაციენტის ინტერესი რო არ იყოს, ხო, თვითონ რა. აი ვინც მოაფიქრდება, ხარო სკოლაში მივიდეს და ულუტენო დიეტაზე ილაპარაკოს. არავის. საკმაოდ გაზრდილი არის მოთხოვნა ამ პროდუქციაზე. იმიტომ რომ ალბათ გაიზარდა დიაგნოსტირება. ხელისუფლის კლასებმა კი იციან, მაგრამ ზოგჯერ ვთქვათ, სხვებიც რო ესწრებიან, ვისაც არა აქვს გასინჯული, რომ ნახოს რომ ესეც შეიძლება გემრიელი იყოს. ხო რა, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. რაც დიეტურია ზოგადად იმან რო არ იფიქროს ამაზე, რომ საზღვრობას ჭამს, რახან გლუტენოს არ ჭამს და შეებრალოს ამის გამო, მაგის გამო მარტო და ამ შემდეგ რა. ეგ ძალიან მაგარია. 5 წლის ბავშვი გეუბნება, ამას არ შევჭამ, რა კაია, მუცელი აღარ მეტკინება, ანუ თული ისტორიაა რა, ანუ შეუძლებელია ამისადმი რაღაცა თანაგანცდა არ გაგიჩნდეს თუ რაღაცა ორი ადამიანი ხარო რა. ერთი ბავშვი მარტო. მაგას ვამბობ რა. გამარჯობა. ეხლა უყურებთ დოქტორ დეტერმინისტის პოდკასტის მე-6 ეპიზოდს და დღევანდელ ჩვენს ამ გადაცემაში ძალიან საინტერესო საუბარი გვექნება ერთ ისეთ თემაზე, რომელზეც ცოტათი პროგრესი გვაქვს, ცოტათი ძალიან აქტიური და ძალიან თავის საქმის ერთგული და პროფესიონალი პაციენტების წყალობით რა. და რომელზეც ბევრი რამეა უფრო მეტი გამოსასწორებელი, ვიდრე რაღაცა ის არ ვიფიქროთ, ხა რა რაღაცა სასწაული პროგრესი გვაქვს რა, პრობლემა უფრო მეტია მაინც როგორც ყოველ სფეროში, ვიდრე მიღწევა რა. მაგრამ ჩემთვის პირადად ახლა ეს თემა რას უნდა ვილაპარაკოთ, ხო? რაღაცა სულ ვახსენებ ხოლმე რა. ამ ხალხს და ამ ხალხის გაკეთებულ საქმეს, იმიტომ რომ სხვა პაციენტებს მივცე მაგალითი. ქეთი ტაბატაძე იქნება ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის სტუმარი. და ქეთი ტაბატაძე გახლავთ საქართველოს ცელიაკიის ეროვნული ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერი. და პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადო ქეთი მობრძანებისთვის და მინდა რომ მაგალითი თქო რა, რომ ვახსენე, რომ რა ცოტა განმარტო რა ჩვენი მაყურებლისთვის, რომ ჩემი ერთ-ერთი თავარი მე როგორ ვხედავ, როგორ ვუყურებ მოვლენათა მდინარებას და როგორ სად მესახება პროგრესი ჩვენნაირ ქვეყანაში. და ამასაც ჩვენი საუბრის დროს ახლა წინასწარ მოთელვით საუბრის დროს გამოიკვეთა კონტურები და ჩვენი საუბრის დროს მაყურებელი დაინახავს ამას, რომ აქტიურ პაციენტების გაერთიანებას, აქტიური ჭკვიანი და პატიოსანი პაციენტ ამ შემთხვევაში პაციენტის მშობლის გაერთიანებას, პაციენტად მოიხსენიოთ რა, შვილიც და პაციენტების გაერთიანება არის ცელიაკიის ასოციაცია რა. ამას შეუძლია ბევრად უფრო მეტი და მალე პროგრესის მიღწევა და კონკრეტული საქმის გაკეთება რა, ვიდრე ექიმების გაერთიანებას. იმიტომ რომ საქართველოს მედიცინას ახლა ექიმების კუთხიდან პაციენტების კუთხიდან ცალკე პრობლემები აქვს, ექიმების კუთხიდან ცალკე პრობლემები აქვს. ექიმების კუთხიდან საქართველოს მედიცინის პრობლემებს ზოგ შემთხვევაში იმდენად მძიმედ აღვიქვამ და იმდენად მძიმედ უყურებ, რომ რეალობაა მძიმე, მართლა არ ვაბუქებ რა. მაქსიმალურად ოპტიმისტი ვცდილობ რომ ვიყო. რომ რაღაცა იქ არ მგონია მე, რომ რაღაცა დიდ სწრაფ ცვლილებებს უნდა ველოდოთ ხვალდაზე იქ. იმიტომ რომ ექიმს დრო აქვს ძალიან ბევრი რა, ცხოვრების ბოლომდე აქვს დრო. დრო აქვს ასევე ძალიან ბევრი სამინისტროს წარმომადგენელს და სახელმწიფოს. ან იმდენად ცოტა დრო აქვს, რომ საერთოდ რამე ახალი ინიციატივის დაწყება ეზარება. საერთოდ მისი თავარი მიზანი არის, რომ რაღაცა ვადა მოიხადოს, გავიდეს ბოლოსი და მერე სხვა ადმინისტრაცია ახლა რას იზამს თუ რას არ იზამს, ახლა თავში ხვაუხლი აქ ასე არ აღიქვამენ სახელმწიფო სტრუქტურებს, რომ რაღაცა არის ის მოვიდა, ემსახურა, წავიდა, მაგრამ ის რაღაცა დარჩა და მერე სხვა ემსახურა და წავიდა, ასე ხო არ იმაშავე. უყურებენ რომ წავიდა და მორჩა, მერე ხელი დამბანია, მერე თავში ხო აიხადოს, ის ციხეში წავიდეს სხვა რა, ასე უყურებს რა. თავდაცვის პოზიციით აკეთებს საქმეს. მაგრამ მისგან მომდინარე ინიციატივებსაც არ მჯერა. კერძო სტრუქტურების ინიციატივებისგან არ მჯერა. იმიტომ რომ ახლა რაღაც თემებია მედიცინაში, თუნდაც ცელიაკიის არ იყოს, რომელიც ბიზნესად გავიგე, მაგრამ ახლა ბიზნესზე დაყრდნობა რომ ეს რაღაცა იმას დაავადების მართვას შეცვლის, ეგ ნონსენსი არსად არ ხდება ქვეყანაში. და ერთ ახლა ყველაზე ვისაც აი დრო ცოტა აქვს და ვისაც ჭირდება არის პაციენტი რა. და პაციენტებს უცილებლად ვიპოვო განათლებული რაღაც ჭკვიანი პაციენტები, ასე მუშაობის დროსაც რა.
ზოდა შეუჩქიგინო და ვაიძგო ვაიძულოგი არა რომ რაღაცა იქნებ გაერთიანდნენ დაჯგუფდნენ და ცოტათი რაღაცა ორგანიზაციული სახე მისცენ თავიანთ საქმიანობას იმიტომ რომ თავის თავს თვითონ უკეთ უშველიან და ასე ნელ-ნელა ჩვენთან დახმარებით იპოვიანი ვიდეო სხვა სფეროში ვინმე აზარტულ ექიმებს და რაღაცეები გამოჩნდება რა ნელ-ნელა სახელმწიფოსთან ურთიერთობითაც და ასე შემდეგ. თქვენი ორგანიზაცია არის სამაგალითო რა. გასტროში ახლა გასტროენტეროლოგიაში ხო ახლა სხვა ასე ორგანიზაციულ დონეზე სხვა გაერთიანება მე ასე არ მაგახა შეიძლება ფურცელზე არის მაგრამ ნუ ასე აქტივობები არ ხვდება რა თვალში. ნაწავის ანთებითი დაავადებების და სხვა დიდ დაავადებების გაერთიანებები. ცელიაკიის ასოციაცია ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია და საქმე გაუკეთებია თან არაერთი რა. მაგ საქმეზე მინდა ვილაპარაკოთ და მინდა რომ ეს ჩვენი საუბარი ერთგვარ მაგალითად მინდა კი არა ეს მასე მოხდება რა უეჭველი რომ ერთგვარ სამოტივაციო მაგალითად გამოდგება სხვა დიდი ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის რომლებიც ნახავენ რომ ხო რა თურმე აზრი აქვს რა ჩვენნაირ აი ამ სალობიეშიც კი რომელზეც ზოგჯერ ძალიან ნერვები გვეშლება აზრი აქვს რაღაცეების დაჯგუფებას გაერთიანებას რაღაცეების ბრძოლას რაღაცა პატარა პროგრესის მიღწევას რა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა კეთი მობრძანებისთვის რა მინდა დაიწყო ჯერ მოგვიყვე პირველად აი ცელიაკი არ არის ჟურნალისტი ხარ და ცელიაკი არ არის სფერო რომელიც შენ დაგაინტერესებდა რო არ შეგეხებოდა ეს პირადად ხო როდის როგორ შეგეხო ეს პირადად და პატარ პირად რა დონეზეც გაგვიზიარებ ამ დეტალებს იმ დონეზე რა თქმა უნდა ძალით არ ზედმეტ კითხვებს მაგ თემაზე არ დავსვამ ისტორია პაციენტის ისტორია მაგრამ საჯაროა შენი აქტივობა და მაგითო ბედავ ამ კითხვის დასვას რომ რა დონეზე შეგეხო როდიდან და როგორ გაიცანი საერთოდ ეს დაავადება რატო გაიცანი და რატო მოგიწია ამაზე დაკავშირება მადლობა ჯაბა პირველ რიგში ძალიან საინტერესო პლატფორმაა და კარგია რომ გვაქვს სასაუბრო როგორც მიღწევებზე ასევე პრობლემებზე თავში როგორც ახსენეთ პრობლემები უფრო მეტია და ამას კიდევ უფრო კარგად მივხვდი მას შემდეგ რაც ასოციაცია დავაფუძნეთ თავიდან აი ცოტა უცნაურია მაგრამ შეიძლება გეჩვენოს ძალიან მარტივიც და ძალიან რთულიც ერთდროულად გააჩნია როგორ შეხედავ ამას მე შეიძლება ითქვას რომ მართლა რთული გზის გავლა მომიწია დიაგნოზამდეც რამდენი ხანი გაგრძელდა იქ ამბავი ეს რამდენიმე თვე იყო პირველი ჩივილიდან დიაგნოზა პირველი ჩივილიდან დიაგნოზამდე დაიწყო აი კლასიკურად მუცლის ტკივილით რომლის ინტენსიურობაც იზრდებოდა და ისეთ მდგომარეობამდე მივდიოდით რომ აი სტაციონარშიც რამდენჯერმე მოუწია ბავშვს დარჩენა თუმცა ერთადერთი ვთქვათ ფორმაში რაც იწერებოდა ხოლმე იყო აუხსნელი მუცლის ტკივილი ერთი ძალიან საინტერესო ისტორიაც იყო აქვე შეიძლება ვიტყვი ერთ-ერთი სამედიცინო პერსონალი იმდენად ბევრი არის სამუშაო ამ თემაზე ამიტომ მინდა ვთქვა მეუბნებოდა რომ მოკლედ ამ ბავშვს აი ეს ფიზიკურადაც რო უყურებ ან ესეთი სიმაღლე აქვს იდეალური ის კი არა თავის ასაკთან შედარებით უფრო მაღალი იყო ყოველთვის და ეხაც არის წონაც გადასარავი წონა აქვს და არაფერი არ აწუხებს გარდა იმისა რომ შეიძლება კონდეს ეს სამედიცინო ენაზე როგორ არის არ ვიცი მე ჭიები ესე ვთქვათ ხო და ბოლომდე ისე დავშორდით ერთმანეთს რომ მიტკიცებდა რომ აქვს ჭიები მაგრამ გადავწყვიტე რომ როგორც ხდება ხოლმე საქართველოში როცა აქ არის მევა დიაგნოზი მიმემართა თურქეთში კლინიკისთვის და ეს იყო ძალიან რთული პერიოდი. ბოდიშე რამდენიმეჯერ სტაციონარში მოგიწია ხო ბავშვის დაწვენა ერთხელ გადაუდებელით. ძლიერი მაღალი ინტენსივობის კიდევ თითქოს მიზეზი სასტრაფოს დახმარებით გადაუდებელით მოხვედრა რავი სხვადასხვა კლინიკაში. მაგრამ მარტივ ჭიები ექნება და სპაზმი იყო. ცოტა მიჯიშნებები ესეთი რთული დიაგნოზებისკენ მიდიოდა რომლის დაჯერებაც არ გინდა და რაღაც რო ფიქრობ რომ ნეტავი რაღაც გავიგვიწო და არ იყოს ეს რეალობა. მასე დრამატულად აღიქმეოდა ოჯახში ეს და რატომაც არა ხო? ოჯახში არა, უფრო ექიმების მხრიდან და მე შენს როცა მიგანიშნებენ რთული დიაგნოზებისკენ შენს რა თქმა უნდა რთული ონკოლოგიას გულს. აი შეიძლება ეპილეფსია იყოს, რომელსაც ნუ არ ქონდა ესე კლასიკური ეპილეფსიის გამოხატულება ან არ ვიცი კიდე სხვადასხვა რომელსაც არ ამბობდნენ ჯერ ესე. ხო, ხო. ამიტომ გადავწყვიტე რომ გაურკვევლობა შის კიდევ კი, აი ყველაზე რთული არის გაურკვევლობა. გადავწყვიტე რომ მიმემართა ამ თურქული კლინიკისთვის, ამ ექიმისთვის, მაგრამ იყო კოვიდის პერიოდი, ძალიან ჩაკეტილი ყველაფერი, ნებისმიერი ქვეყნიდან გასვლა
ძალიან დიდ პრობლემებს უკავშირდებოდა და შემომთავაზეს, რომ მოდი ონლაინ ხوار გავესაუბროთ ექიმსო, რომ იქნებ და აღარ დაგჭირდეს წამოსვლა. ოკეი. და ჩვეულებრივ კონსულტაცია, ონლაინ კონსულტაცია დავჭავშნე, ვესაუბრე ამ ექიმს, ესე 9 საათი გქონდა დრო, გამომკითხა ყველაფერი ბავშვის დაბადებიდან პირველი დღიდან დაწყებული იმ კონკრეტულ დღემდე თავისი ან საცხოვრებელი გარემო პირობებით, აი თუ კი რაიმე შეკითხვა შესაძლებელი იყო რომ დაესვა, ყველაფერი დამისვა. და მითხრა რომ მოკლედ ამ ბავშვს აქვს რაღაცა საკვების მიუღებლობის პრობლემა. მე შემიძლია ეხლაც გითხრაო, რას ვფიქრობ, მაგრამ არ გეტყვიო. კი არ გავტესტოთ. იმიტომ რომ რაღაც პროცენტს ვიტოვებ ჩემთვის, რომ იქნებ არ ვიყო ესე ონლაინ გასაუბრებით სწორიო. და გამომიწერა რაც ჩავხედე სტანდარტული იყო ანალიზები რაღაცა კვერცხის გული, საუტანლობა და სხვადასხვა ესეთი ალერგიული ჩამონათვალი იყო და ერთი იყო გაუგებარი რაც იყო ჩემთვის ვერც მივხვდი ნორმალურად მაგრამ რომ მოვიდა პასუხები შევხედე და ყველაფერი ნორმაში იყო აბსოლუტურად ყველაფერი ნორმაში იყო და ერთ ჩემთვის უცნობი იყო რაღაცა აი ზღვრული რო ეწერა იმაზე 10ჯერ მაღალი იყო და 11ჯერ მაღალი და ნუ პირველი რაც გავაკეთე სანამ ხელახლა კონსულტაციაზე ჩავნიშნავდი დამგუგლე დოქტორ გუგლი მოკლედ ChatGPT არც იყო ჯერ მაშინ. ნუ იქ რომ ვნახე ინფორმაცია კი მივხვდი რაც იყო მაგრამ უამრავი შეკითხვა გამიშთა და უკვე შემდეგი კონსულტაცია მან პირველად გაიგე ცელიაკია ზოგადად ხო რა არც ხსმენოდა აქამდე გლუტენი მსმენოდა ხო მაგრამ პოპულარული სიტყვაა ხო რა პოპულარული მაშინ იმდენად არ იყო არა სოფლიოში ხო არა სოფლიოში გლუტენო დიეტა ხო სერტო მაღაზიაში დიეტა არის კი ერთხელ მახსოვს რაღაც ორცხობილა ვიყიდე ერთ-ერთ სუპერმარკეტში და ეწერა უგლუტენო და სახლში მოვიტანე აი რაღაცა ჯანსაღი და ჯანსაღი გეგონა რაღაცა უგლუტენო იყო რაღაცა ამოღებულია ესე იგი ჯანსაღია გარეშეა ესე იგი ჯანსაღი ანუ იმდენად შორს ვიყავ ზოგადად სამედიცინო სფეროს გადაცელიაკიის გახო საერთოდ და ჩემ დასეტყობა უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდა და მითხრა რომ არაო ესო კონკრეტულად მეგონა ადამიანების არისო ვინც გლუტენს ვერ ჭამსო და რა ვიცი მეთქი მომეწონა რო გავსინჯე გემრიელია თქო და ხო მაინც დარწმუნებული ვიყავი რომ ჯანსაღი ვერცხობია კონკრეტულად ამის შემდეგ როდესაც გავესაუბრე ამ ექიმს აი აქ ძალიან მნიშვნელოვანია ისე მომაწოდა ეს დიაგნოზი რომ იმის მაგივრად რომ ისე ონლაინ თუ ისე ონლაინ იმიტომ რომ ვერ ვახერხებდი წასვლას კოვიდისგან ისე მომაწოდა ეს დიაგნოზი, რომ იმის მაგივრად რომ აი შემშინებოდა და რაღაც ნერვიულობა დამეწყო, დამშვიდდი. ოკეი. და მითხრა რომ აი შენ უნდა ამოიღო შენი შვილის საკვები რაციონი და ყველაფერი რაც არის გლუტენის შემცველი. ოღონდ მანამდე აქ ისეთი მინიშნებები იყო, რომ მე ძალიან ისეთი ნერვიული ფონი მქონდა აქედან გამომდინარე. და შენი შვილი იქნება ჯანმრთელი, გინდა სპორტზე ატარე, რაზეც გინდა ატარე, აბსოლუტურად ჩვეულებრივ ცხოვრებით იცხოვრებს, ოღონდ უნდა ამოიღო ეს საკვები. ნუ ერთი რაც ვკითხე, რომ აი ხო არის რომ შემთხვევები მაგალითად აი დაბადების დღეზე მიყავს ბავშვი და აი თქვა აი სხვა დაავადებები როცა აქვს მაგალითად დიაბეტი და შეიძლება რომ რაღაცა დონეზე რამე მიიღო, ნამცხვარია რაღაცა და დაარეკული რომ მაგრამ ამან მითხრა მკაცრად რომ არა, არც ერთი ნამზეცი არასდროს. ბოლომდე ვერ დავიჯერე, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა, ეს კითხვებიც ალბათ დიდად არც იცოდი რა სირთულეებს ელოდი დეტალურად რა. წინასწარ. მართლა? აი რა დაგაინტერესა უფრო აი რა კითხვები გითხე უფრო. ერთი ნუ ეს და სოციალიზაცია როგორი იქნება ბავშვის. სოციალიზაცია როგორი იქნება? სხვა რა დაგაიქო, საერთო რისკზე შეეკითხებოდი ალბათ რა რამეს. და რამდენად შეიძლება უკვე ორგანიზმზე კონდეს ზემოქმედება ამას. ან რა უნდა გავითვალისწინო მომავალში, ვთქვათ ის რომ ჩემი შვილი აღარ მიიღებს გლუტენის შემცველ პროდუქტებს, ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ის გაიზრდება ჯანმრთელი ადამიანი. ანუ ძირითადად ესენი იყო. მერე კიდე უფრო ბევრი კითხვა გამიშთა, თუმცა ეს იყო მთავარი და იმ დღიდან მარიამი გადავიდა უგლუტენო კვებაზე და იმ დღიდან არც ერთხელ აღარ სტაციონარში წასვლა დაჭირებია და არაფერი. მაშინ იყო 5 წლის, ახლა არის 10 წლის. ოკეი. მაშინ დადიოდა ბაღში. და იქ აკრძალული იყო ყველანაირი საკვების შეტანა.
აი ესე მკაცრად ხონდათ დაწესებული რომ რაც არის ბაღში მარტო ის უნდა ჭამო, იმიტომ რომ ვიღაცამ რაღაცა არ მოიტანოს. საჯარო ბაღი იყო თან? არ იყო საჯარო ბაღი. ვიღაცამ რამე არ მოიტანოს, რადგან შეიძლება სხვა ბავშვს ალერგია ჰქონდეს და ზოგადად თავიდანაც რო შევიყვანე ბაღში იქ კითხვარი იყო ესეთი რომ რამეზე ხო აქვს ალერგია რაღაცა ესე და ძალიან ისე ვიფიქრე აი რაზე უნდა კონდეს ახლა აუტანობა კითხვებია არ თქვა ეგრე არა მაგრამ აი რო ცელიაკი იყო ნახსენებით უახსოვს მაგ იმას ცელიაკი არ იყო შენთან გლუტენი რამე იყო ნახსენებით რამ სპეციფიური კვების შეზღუდვები ხო არა აქვს მოკლედ ჩაგეწერა და მე რომ მივედი და ვუთხარი მთხოვეს რომ მოკლედ ჩვენ მაინც რომ ესე დარწმუნებული ვიყოთ და უფლება გქონდეს რომ შემოგატანინოთ ფორმა ასე მივიტანე და ძალიან მეხმარებოდნენ რაღაცები მე მიმქონდა საკვები, მაგრამ იქ აი შეთბობა არის თუ აი თვითონაც მეუბნეოდნენ რა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ. ანუ გაგიგეს, მაგრამ თვითონ ეს თემა შინაარსობრივად ალბათ დიდად იცოდნენ, ახლა სცენია მართლა? ყავდათ ბავშვი სხვა? სხვა ბავშვი არ ყავდათ, მაგრამ თვითონ ამ ბაღის დამფუძნებელი ვინც იყო, არ იყო ქართველი და გაგებული ქონდა მოკლედ გაგებული ქონდა და იცოდა მოკლედ და კიდე დამატებითაც მოიწვიეს. აი რაც თავიდან თქვი, იმაზე მეტი პრობლემა აღმოჩნდა შემდეგ, ვიდრე მეგონა. მე დავფიქრდი იმაზე, რომ ძალიან რთულია, ახლა ჩემთან ესეთი მრავალრიცხოვანი ოჯახი არ არის, მაგრამ ძალიან რთულია, როცა ერთ ოჯახში ცხოვრობ და მაგალითად ერთად სადილობთ, საუზმობთ და იქ ვთქვათ აი რაღაცნაირად ნამცეცი არ მოხდეს და არ მოხდეს ეს ჯვარედინი დაბინძურება. ძალიან რთულია თავიდან ბავშვს მიაწოდო ეს ინფორმაცია იმდენად რომ გაიაზროს. მაგრამ ის შემთხვევაში მე დავფიქრდი რომ არ დაუსვამ ესეთი ზედმეტი შეკითხვები, ძალიან მარტივად დამემორჩილა. და რაღაც პერიოდი რო გავიდა და ვკითხე რომ აი შენ რო ძალიან გიყვარს ეს და თონის პური განსაკუთრებით მაგალითად და რო არ ამბობ რო აი ვთქვათ თუ შეიძლება რომ არც ერთხელ არ ვთქვათ რომ თუ შეიძლება რომ რაღაცა ცოტა მაინც შევჭამო და ვკითხე რომ აი რატო არ მეკითხებით ხო ჩუმად ხო არ ჭამს რა ეგეც არისო ეს ვიცოდი იმიტომ რომ აბსოლუტურად გაკონტროლებული მყავდა და ესე მითხრა კიო ძალიანაც მინდებაო მაგრამ აი წარმოვიდეთ 5 წლის ბავშვი რო ამას გეტყვის მერე რომ მე იმდენად მახსოვს როგორ მტკიო და მუცელიო რომ მაგას არასდროს არ შევწმელაპარაკე მართლა ეგ ახსოვდა და ეგ მიზე შედეგობრივი კავშირი იცოდა რომ ტკიო და ამის გამო ექიმის არ ემახსოვრა რომ ექიმთან ურთიერთობა ასე ექიმთან 5 წლის რაღაცა ისე ექიმის ნათქვამი არ შენგან იცოდა რომ რა არის ხო როგორ აუხსენ რაღაცა ანუ ასე ქონდა ასე ლაპარაკი და ასე უბრალოდ მოცემულობა დღეს უკვე ვაქრობთ რაღაცა პროდუქტებს აი შენ თუ გინდა რომ კარგად იყო და აღარ მოგვიწიოს კვირაში ეგ ლაპარაკი ქონდა სამჯერ კი აი ესე კლინიკებში ზიარობდა კარგად თვითონაც აღარ ჯეროდა რომ ისე გაწამებული იყო ამ ტკივილით რა აუ რა ცუდია რა და მაშინ არ იცოდა კითხვა ჯერ პატარა იყო 5 წლის იყო და მას უყურებდა ხოლმე სადაც გადახაზული ხორბალი იყო ტკბილეული ან რა ვისაც არ უნდა მიეცა მაგას უყურებდა მართლა 5 წლის იყო და თვითონ აკონტროლებდა უგლუტენი იყო თუ არა და პირველი რაც გავაკეთე იყო რომ აი ბაღში სადაც დადიოდა ყველას უთხარი იქ მშობლებს რომ აი ესე აი ვინმე რამე რო არ შესთავაზოს რომ აი ზედმეტად მე არ იყოს ხო რა ხო არ მინდა და რატო არ გინდა და აი ბაღის გამოსაშვები ღონისძიება რო ქონდათ იქ რაღაც უცებრივი მესიჯები მომდიოდა რაღაც სხვადასხვა მშობლებისგან და მეთქი რა ხდება და ყველა ცალ-ცალკე მწერდა რომ გამოსაშვებზე ეს ტკბილეული უნდა წამოეღოთ ბავშვებს. და მწერდნენ რომ აი სად ვიყიდო რომ იქ რომ ბევრი ტკბილეული იქნება, მარიამს რა ეჭმევა, ისეთიც რომ გქონდეს. აჰა, მართლა. ხო და ეს იყო იმდენად ესე ბაღის მშობლები ხო და დღემდე ძალიან მეგობრობთ და ისეთი მოკლედ ჩემი აზრით შენ როგორ გააცნობ ადამიანებს ამ ყველაფერს ეს არის. მაგიტომ ანუ მეც არ მჯერა ჩაგერთვები რომ მეც არ მჯერა რომ რაღაცები აქ არ გამოვა არასდროს რა ქართველი არის რაღაცა თითქოს შეუგნებელი თითქოს არ გამოვა ასე არასდროს რა
ამ ემპათიას ძალით თუ არ დავიჩლუნგებთ, ხო? ზოგადად ემპათია შეგვიძლია ვიყოთ ემპათიური ხალხი და ხშირ შემთხვევაში ახლა მოყო რო გავაგზავნებთ მონატრავს ვერ მოყოთ ექიმებსაც ვიტყვით რა ერთ-ორ სიტყვას და ძალიან გულიმწყდება რომ აი პაციენტებში მაგ ემპათიას უფრო მეტ ვხედავს ეს შემთხვევაში ვიდრე ექიმის მხრიდან პაციენტთან იმიტომ რომ ექიმი რაღაცა თემებს ძალიან გულგრილად შეიძლება ეკიდებოდეს და არადა რავი 5 წლის ბავშვი გეუბნება ამას არ შევჭამ რა კაია მუცელი აღარ მეტკინება ანუ თული ისტორიაა რა ანუ შეუძლებელია ამისადმი რაღაცა თანაგანცდა არ გაგიჩნდეს თუ რაღაცა ორი ადამიანი ხარო რა ერთი ბავშვი მარტო მაგას ვამბობ რა არის ბევრი და ეხლა მინდა მივყვეთ მაგ ამბავს რა ეხლა იმიტომ რომ მე გზადაგზა აი უფრო მეტად რა მაინტერესებს იცი რა მინდა რომ ხალხმაც იცოდეს რა რა თქმა უნდა ცელიაკის მქონე პაციენტები ნახავენ ამ ჩვენ იმას მაგრამ ცელიაკის არ მქონეებიც ნახავენ და აი უფრო მეტად რომ გაიაზრონ ხო ისე სხვა შორის კომენტარი არ გამიგეთებია მინდოდა რომ ეს მე თქვა რომ ეს გლუტენო დიეტის როლი ხა ზოგადად ჩემს არხზე YouTube-ზე რომელიც აუცილებლად უნდა გამოიწეროთ არის პოდკასტის გარდა იდება სხვა ვიდეოები რა პატარა საგანმანათლებლო ვიდეოები რომლებსაც ცოტა ხანი დაპაუზებული მაქვს მაგრამ ისევ აღვადგენ მათ ჩაწერას და მაგ საგანმანათლებლო ვიდეოების კონტექსტში ვლაპარაკობ სხვადასხვა გასტროენტეროლოგიურ დაავადებებზე იმიტომ რომ გასტროენტეროლოგი ვარ მათ შორის ცელიაკიაზეც უგლუტენო დიეტაზეც და ასე შემდეგ ჯერ მაქვს თუ არ ჩაწერთ ცელიაკიაზე არ მახსოვს მაგრამ აუცილებლად ჩავაყენებ რიგში და აუცილებლად ჩავწერ ბევრ საგანმანათლებლო ვიდეოს ცელიაკია ძალიან უცნაური დაავადებაა ძალიან მოკლედ ვიტყვი რა მიქსია სხვადასხვა მულტიფაქტორული დაავადება მე მქონდა ერთ-ერთ სადაზღვევოსთან ამაზე ხმალა მოღებული ბრძოლა რომ ეს არის გენეტიკური დაავადება არ არის გენეტიკური არის გენეტიკური არ დაუფინანსებ ნუ აი მარაზმი რა რაც არის ცელიაკიის დროს მოგეთ საჭიროა სხვადასხვა კომპონენტების თანაარსებობა რომ დაავადება შეიქმნას მარტო გენეტიკური ერთ-ერთი გენის მუტაცია არ არის საჭირო გენის მუტაცია შეიძლება მეც მქონდეს არ შემოწმები მაგრამ შეიძლება მქონდეს და ცელიაკია არ გადამემართოს არასდროს და ჩემს ნაწლაურ ჯანმრთელობას ამით საფრთხე არ შეექმნას ამ გენის მუტაცია პლუს გლუტენი პლუს ამით გამოწვეული იმუნოლოგიური ცვლილებები ჩვენს ნაწლავებში ქმნის მიქსს აი ეს მიქსი იწვევს ნაწლავის კედლის დაზიანებას მერე გზადაგზა და მისი მკურნალობის ქვაკუთხედი მთავარი ეს არის ცოტა უცნაური დაავადება იმიტომ რომ ну განკურნებადი რო არ არის ახლა ამაში უცნაურობა არაფერი არის ბევრი უმეტესობა გასტროენტერული დაავადებებისა ქრონიკულისა განკურნებადი არ არის თუმცა მისი მკურნალობის პრინციპი წამალი კი არ არის გლუტენის რა რომელიც გლუტენი წარმოიდგინეთ აი ხორბლის ერთ-ერთი ცილა რომელიც არის მაპროვოცირებელი ანუ გლუტენი თუ არ არის თუნდაც კონდეს ის გენეტიკური დარღვევები გენეტიკური გენის მუტაცია რაღაცა იმუნოლოგიური ცვლილებები შეძლებადი იყოს პაციენტის ორგანიზმში, მაინც არ დაიწყება და არაფერი არ მოხდება, თუ გლუტენთან არ ექნება შეხება. აი გლუტენთან როცა ექნება შეხება, მაშინ დაიწყება მთელი რიგი ცუდი რაღაცები. და ეს არ არის დაავადება, ეს არ არის ალერგია და ეს არის უბრალოდ პროდუქტის აუტანლობა. აქ პაციენტთან სხვადასხვანაირად ვლინდება ძალიან დიაგნოსტიკის კუთხით, სხვა შორის ძალიან ისეთი დაავადება არ რთულად მოსახელთებელი, იმიტომ რომ ასე კლასიკურად შეიძლება არ გამოვლინდეს. ჭამდა მუცელი მტკივა, ასე არ გამოვლინდეს. შეიძლება საერთოდ ჭამო გლუტენი ბევრი, საერთოდ არაფერი არ დავამატოს და მივიდე ექიმთან იმაზე და ნახოს უკვე ტორონტო ჯანსლავის ხავების ატროფია და მთელი რიგი შეუქცევადი ცვლილებები, რა სხვები რაც შეიძლება დახვდეს და გართულების გართულებები, რა. ასე რომ ამ დაავადების დროს გლუტენის ამოღება, რომელიც შედის ხორბალში, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ოღონდ აი აქ პირველი მინდა რომ არ იფიქროთ რომ ხორბალში აქ პრობლემა მოგვარდა პურს თუ არ შეჭამს რა ადამიანი. ეს ასე არ არის და ეს სქეთის მონაყოლიდან ამას ნახავთ არაერთხელ, იმიტომ რომ პური არ ჭამთ თითქოს ახლა მაგრამ პირველი გაგიჩნდათ რა აი არ შეჭამთ პურს და რაღაცა ულტემ პურები იქნება ნეტა რამე და გადავა იმაზე და არა всё მორჩა მარტივია მაგრამ ასე არ არის რა ასე მარტივი რა. ეს პატარა ჩანართი გავაკეთებ ხლადი ხალხისთვის ვინც საერთოდ ცელიაკიის წარმოქმნა არ აქვს რომ იცოდეს რაზე ვსაუბრობთ რა და რატო ერიდება ადამიანი მისი შვილისთვის ასე გლუტენთან ოდნავ შეხებას და რატო აკეთებს იმას რაც აკეთებს და რატო აძლევს ამას ორგანიზაციულ საქმეს და რატო უნდა დავეხმაროთ მე ყველანი ამაში. იმიტომ რომ ხო რა ეს არ არის უგლუტენო დიეტები მაი რაზეც შენმა დამგითხრა ადრე სწორი. უგლუტენო დიეტა არის უგლუტენო დიეტის ტრენდში ყოფნამ გააკეთა კარგი საქმე ერთი მხრივ ის რომ ცელიაკიის მქონე პაციენტებმა ნუ იხეირეს წყალებში იმიტომ რომ თემა გაჰაიპდა ყურადღება მიექცა ბიზნესი დაინტერესდა დაიწყო მასობრივი წარმოება განვითარდა კულინარია მაკუთხი პროდუქტები და ასე შემდეგ თუმცა მაგან ცუდი რამეც გააკეთა იმიტომ რომ ადამიანები ზედმეტად დაცდნენ უგლუტენო დიეტაზე რომელიც მათთვის საჭირო არ იყო და რომელიც მათთვის სარგებელს არ წარმოადგენდა უგლუტენო დიეტა ხაზი გაუსვათ იმას რომ
ჯანმრთელი ადამიანისთვის ცელიაკია რო არა აქვს ისეთ ადამიანს გულისხმობ. ჯანმრთელი ადამიანისთვის არანაირი ბენეფიტის მომცემი არ არის. დღეს მედიცინა პირიქითაც შეიძლება რა. ამიტომ გლუტენი თავისთავად არ არის ბოროტება. უბრალოდ ცელიაკიის მქონე პაციენტის ორგანიზმია გლუტენზე გზნობიარე თორე სიტყვაზე ჩემთვის ეს გლუტენს ის არა აქვს რა ქვია და დანაშაულს არ გამოიწვევს რა რო ჭამ. ასე რომ ეგეც მინდა რომ ჩვენმა მაყურებელმა ზუსტად იცოდეს. ბოდიში რო გავწყვეტინე, ახლა მოვისმენ აი ცოტა მერე სკოლის ისტორიას და მერე ამბებს რა. როგორ ხდებოდა და როგორ მივედით ამ იმამდე რა. ასოციაციებამდეც და ამ შემდეგ. პრინციპში დავიწყეთ ასოციაცია. ეს წელიწად ნახევარი რომ გავიდა მას შემდეგ რაც გავიგე რომ ჩემ შვილს აქვს ცელიაკია. ძალიან ჩვეულებრივ ცხოვრობდით, ძალიან ჯანმრთელი ბავშვი იყო უკვე და დღესაც ჯანმრთელი ბავშვია და აბსოლუტურად არანაირი პრობლემა აღარ აქვს, იმიტომ რომ არის სწორკვებაზე. რა ვიცი, დადის სკოლაში, წრეებზე და ასე შემდეგ. სოციალურად აქტიური. და არის სოციალურად აქტიური, რაც ამთავარია რა. ძალიან მნიშვნელოვანია. და ის რომ სოციალურად აქტიური იყოს ყველა ასაკში, ამისთვის არის რომ ვიბრძვით და ვშრომობთ. შემდეგ ვიფიქრე რომ აი ყველაზე პირველი რაც არის ალბათ როცა რაღაც ახალს გებულობ, როცა ახალ პრობლემას ეჯახები რომ აი სხვას ვისაც აქამდე ქონია ეს პრობლემა რომ მისი გამოცდილება გაიზიარო რაღაც კი ექიმს ესაუბრები მაგრამ აი შენაირი ადამიანი ვინც შენ რაღაცას გეტყვის რომ აი მეც ესე ვიყავი და ეხლა როგორ ვარ ვიარე და კარგად ვარ სად უნდა გვენახა ეს ადამიანები ნუ პირველი რაც გავაკეთე რომ აი ჯერ ქართულად მოვიძიე სოციალურ ქსელებში რამე ჯგუფი რამე ჯგუფი ხო არ არსებობს მე ინგლისურად ყველგან გავწევრიანდი თუ კი სადმე ცელიაკია ეწერა მოკლედ და იქ კითხულობდი ინფორმაციას მაგრამ აქაც მივხვდი რომ იმის იქით მჭირდებოდა ინფორმაცია ვიდრე რა შეიძლება შევჭამოდა რა არა თქვა რა მეკრძალება შემდეგ მოვიძიე და ვნახე რომ არსებობს ყველა ქვეყანას, თითქმის ყველა ქვეყანას აქვს თავისი ეროვნული ასოციაცია, რომლებიც პაციენტების თუ ზოგადად ასოციაციას გულისხმობ. პაციენტების ეროვნული ასოციაციები, რომლებიც მუშაობენ ამ ადამიანების უფლებებისთვის, იმისთვის, რომ თანაბარი უფლებით იცხოვრონ და კონდეთ შესაბამისი გარემო, იყვნენ ჯანმრთელები, რაც თავარია და ვიფიქრე რატომაც არა მოდი საქართველოშიც დავაფუძნოთ ესეთი ასოციაცია თუმცა მარტო ერთი ადამიანისთვის ძალიან რთულია თანამოაზრეებიც გჭირდება ისევ სოციალურ ქსელში ვნახე ადამიანები პრობლემები და თქვი საჯაროდ რომ ცელიაკიასთან შეხება ვინმე ხო არ ხართ ან როგორ უკვე არსებობდა ჯგუფი სოციალურ ქსელში სადაც რაღაც აზრებს ცვლიდნენ ეს ზედაპირულ დონეზე რაც ხო აი ვთქვათ უსაფრთხო კვების კუთხით ვთქვათ აი ეს პროდუქტი ვნახე ამადამ მარკეტში არა აქვს ეს გადახაზული ფორმულის მარკირება მაგრამ ხო არ იცით იქნებ მაშინ უფრო მწირი იყო არჩევანი ეხა 5 წლის თავზე საკმაოდ მრავალფეროვანია საქართველოში. ოღონდ ძირითადად თბილისში, თორემ რეგიონებში ისევ პრობლემაა. ხელმისაწვდომობა. მრავალფეროვანი პროდუქტი, ოღონდ ხელმისაწვდომობა პრობლემად რჩება, ხო ალბათ? იქ არ არის ეს მაღაზიები რეგიონებში. რეგიონში საერთოდ არ არის. რაც არის თბილისში, არის ზოგან, მაგრამ არ არის ამდენი არჩევანი, ესე ვთქვათ. ამიტომ ერთხელ გავაკეთეთ შეკრება. მოდი პირადად გავისნოთ ერთმანეთი. ეს არისო ჩემი იდეა, იყო ერთი ადამიანის იდეა, რომელიც არის ასევე თანადამფუძნებელი ჩვენი ასოციაციის. ცელიაკიასთან პაციენტური შეხება აქვს? ორი შვილი ყავს, ორივეს აქვს ცელიაკია. და ამ გოგომ თქვა, რომ მოდით ხوار შევიკრიბოთ, არავინ პირადად ერთმანეთს არ ვიცნობთ ესე. დიღმის ტყეში შევიკრიბეთ უბრალოდ, ბევრი არ ყოფილვართ, მაგრამ ვინც ვიყავით, რაღაც ერთმანეთს გაუზიარეთ, თან უგლუტენო პროდუქტები წამოვიღეთ, ბავშვებს პიკნიკი გავუკეთეთ და ესე. და ძალიან მინდოდა, რომ ეს ერთჯერადი შეკრება არ ყოფილიყო და რაღაც განვითარება ქონოდა და რასაც დავაკვირდი ყველას აი ეს უგლუტენო პროდუქცია რო ქონდა მოტანილი ერთ-ერთი იყო ეს დოქტორ შარის პროდუქცია და ვიფიქრე შემდეგ ვნახე მათი ვებგვერდი და ვნახე რომ რაღაც სოციალური პასუხისმგებლობის პროექტები ქონდათ სხვადასხვა ქვეყანაში და იქნებ საქართველოშიც რაღაცაში დაგვეხმარონ თქო იმიტომ რომ გარდა იმისა რომ იყვნენ ეს ადამიანები ვისაც ასევე რაღაცის გაკეთება უნდათ გჭირდება ვინმე ვინც მხარში დაგიდგება.
აბსოლუტურად. უფრო გაგამხნევებს, ესე ვთქვათ, ბიძგს მოგცემს. რა თქმა უნდა, იქ არავის არ ვიცნობი, ან საიდან უნდა ვცოდნო და ვიფიქრეს, როგორ შეიძლება ამათ დავუკავშირდე. ხა ვებგვერდის საშუალებით მივწერო, მეილზე მივწერო, რა გავაკეთო და მერე გამახსენდა, რომ უკეთესი იქნებოდა LinkedIn-ზე მომეძებნა. ვნახე რამდენიმე ადამიანი, ვისაც ეწერა, რომ მუშაობს დოქტორ შარში, რაღაც პოზიციებზე და მივწერე, რომ საქართველოში ვთქვათ, ვიცი რომ არის თქვენი პროდუქცია, ჩემს შვილს აქვს ცელიაკია, ვართ ადამიანები, ვისაც გვინდა რომ რაღაცა კარგი სასიკეთო გავაკეთოთ და თქვენ რაში შეგიძლიათ დახმარება. და სხვათა შორის მალევე გამომეხმაურნენ და გვითხრეს რომ თქვენი აწარმოებენ უგლუტენო რაღაც უგლუტენო პროდუქციას ძალიან მრავალფეროვანი საქართველოში არ არის. საქართველოში შემოდის. აქ არის წარმოება საქართველოში შემოდის იმპორტი. იმპორტს აკეთებს საქართველოს. გაგაწყვეტინე ორი წუთი. არანაირი ფინანსური ურთიერთობა არ მაქვს დოქტორ შართან, არც ამ კომპანიასთან აღნიშნოთ. ეს პოდკასტი ჩაწერილია სივრცე 13-ში, სივრცე 13-ის დახმარებით და ჩემი პირადი არაკომერციული ინტერესები და ჩემი პირადი დაფინანსებით არის, რომ არანაირი შეხება დოქტორ შართან არ გვაქვს. უბრალოდ ისტორია სჭირდება და მაგიტომაც დავუშვით, ვილაპარაკეთ ამაზეც, რომ ვახსენოთ ესა, თორე არაფერი ზედმეტი მოკლედ რა. მეც აი რადგან ისტორია არის თან ისეთი ცოტა საინტერესო ისტორია. მაგ ისტორიას მოყვები, რატომ მინდა რომ მოყვეს? კეთი, აი მინდა რომ აი მოусმინოთ და მე დავუმატებ რაღაცა კომენტარს. მათ მითხრეს რომ ისინიც არ მიცნობდნენ. უბრალოდ აი დობის საკითხი იყო. თავიდან როცა ესე საქართველოსთან გწერს მშობელი, რთულია რომ რაღაც დიდი შეპირებები გასცე ხომ. მითხრეს რომ თქვენ რასაც გააკეთებთ, გითხარით და ჩვენ ნახავთ რაში შეგვიძლია რომ დაგეხმაროთ. რა რესურსი იქნება ამისთვის საჭირო, შეიძლება სულ არ იყოს მაინც და მაინც ფინანსური რესურსი, რაღაცა სხვანაირად რჩევები, რეკომენდაციები მოგცეთ, ასევე ვისთანაც მქონდა კონტაქტი, ამოშთა რომ ეს ადამიანი თვითონაც ცელიაკია აქვს. რაც კიდევ უფრო საინტერესო იყო ჩემთვის. იმიტომ რომ ეს იყო პირველი უცხოური გამოცდილება, რაც კი შემოგვიყვება. რა ხდება თქვენთან, ხო რა, მოვისმინოთ. და მითხრა რომ ასევე ერთ-ერთი ამ ევროპული ასოციაციის მართვაში იყო. პაციენტების ასოციაცია. პაციენტების ასოციაციის, ყოველთვის პაციენტების ასოციაციას ვახსენებ, იმიტომ რომ ყველასთან მათთან გვაქვს საუბარი. მართვაში იყო რამდენიმე წლის წინ და მითხრა რომ შემიძლია თქვენ თუ დაიწყებთ საქართველოში ასოციაციას, მე რეკომენდაციები მოგცეთ და ეს იყო ისეთი ბედნიერება, რომ აი ის რაცაც ფიქრობდით რომ გაგვეკეთებია, კიდევ უფრო სითამომე შეგვძინა. ეხლა პატარა შეჯამება რო გავაკეთოთ, მაყურებელი რო არ მოგწდეს. სამედიცინო სფეროსთან არაფერ კავშირში მყოფმა ადამიანმა, რომელიც განათლებით არის იურისტი და რომელსაც ჟურნალისტი და რომელიც ასე უბრალოდ პირადად შეეხო ეს საკითხი მის შვილის კუთხით, თორე საერთოდ ცელიაკიას წარმოდგენაც არ ქონდა, თუ არსებობდა რა დაავადება იყო, როცა ეს პრობლემა შეეხო, ძალიან რენდომულად დასერჩა უბრალოდ ისეთი ხელსაწყოებით, რომელიც ყველა ჩვენგანს აქვს ხელმისაწვდომი, ანუ რამე განსაკუთრებული ნაცნობობა ევროპაში გატარება რაღაცები არ დაწიროებია, უბრალოდ დასერჩა, მოიძია რომ აბა რა ვქნათ, ეხლა ნეტა რა ხდება მსოფლიოში. მოდი ეხლა ნახოთ აბა ნეტა ვინ კომპანიები ხო არ არის ვინმე ვინც უგულტანი დიეტა, თორმე არსებულა. მოდი ამ კომპანიის CEO ვინ არის, ვიღაცები ნახოთ რა ვიღაც სახელები ვინ არის. ნახა სადღაცა LinkedIn-ზე, რაღაცა ერთ პლატფორმაზე. ნახა იქ წერია მე მეილია მის. მე რადგან მეილზე და მიწერა წერილი რა ესა და ესა ვარ. ესა და ეს პრობლემა. ესა და ესა რაღაცა რა მოკლედ როგორც იყო, როგორც შეიძლება გაიცნო ადამიანი რა. და ამას მოყვა და მოყვა. ეხლა მე ნახავთ უკვე რომ სამდე მივედი, ჯერ კიდევ ერთხელ ისე არ წარმოიშვა, სამდე მივედი და თითქოს რაღაცა ეხლა ვართ განვითარ პიკში კი არ ბევრ მაგარ რაღაცას იზამთ მომავალში რა, მაგრამ ეხლა სადაც ვართ ხო და აი 5 წლის წინ რა ხდებოდა, სად იყავით პერსონალურად თუნდაც რა. ძალიან კაისა, ძალიან სამოტივაციოა ჩვეულებრივი სხვა დაავადების პაციენტისთვის, რომელიც ზის და აბრკოლებს ერთ-ერთი ფიქრი, რომ ყველას ფეხებზე ვკიდი ვარ, ვინ ევროპაში რაღაცა მოისმენს, ვის რაში ვაინტერესებ და აზრი არ აქვს არაფრის გაერთიანებას და არაფრის გაკეთებას. არ არის ეს მასე რა, ძალიან ჩვეულებრივი ისტორია, რენდომ ადამიანების გაკეთებული საქმე, დიდ სერიოზული საქმე რა, საქვეყნო საქმე. რითიც კიდევ ერთხელ მადლობას გიხდი რა. იმიტომ რომ ჩემი ინტერესია როგორც ექიმის, რომ ეგ საქმე კიდევ ბევრმა პაციენტმა აკეთოს რა. ბოდიში გავაწყვეტინე, ახლა გავაგრძელოთ რა. ამის შემდეგ
ის ადამიანები, ვინც ესე ვთქვათ, იმ დიღმის ტყის შეკრებაზე ვიყავით, რაც იყო დასაწყისი ამ ყველაფრის, იქიდან ყველა ვერა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ რამდენიმეს მართლა გქონდა მზაობა იმისი, რომ დაგვეწყო ეს საქმე. ყველა საინტერესებდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს კიდე სხვა ინსპირაცია იყო, რა ჩვენ ქონდა. და შევიკრიბეთ 6 ადამიანი, მე-7 შემდეგ მოგვიანებით დაგვემატა უკვე უშუალოდ რეგისტრაციის პროცესი, რომ დავიწყეთ, აი მაშინ ჩაერთო იურისტი და გითხრა, რომ მე ჩემი მხრიდან პროფესიულად რაც შემიძლია გავაკეთებ და 7 ადამიანი ვართ, მოკლედ, ვინც ჩამოვაყალიბეთ ეს ასოციაცია. ყური მოვკარით, ესე ვთქვათ, ამ უცხოელებთან საუბრისას, რომ ტარდება კონგრესები, ცელიაკიის კონგრესები და თქვით, რომ მოდი ხო არ ჩავატაროთ საქართველოში ცელიაკიის საერთაშორისო კონგრესი. ოღონდ თავიდან ჩვენ თვითონვე გაგვეცინა ახლა კონგრესი. არც იცი და ეკიმები ეძებენ და საიდან და აქ სამედიცინო წრეში არ ვიცნობთ ხალხს ნორმალურად რომ ჩავატაროთ ეს კონგრესი. ამიტომ გადავწყვეტეთ რომ მოდი სანამ კონგრესს ჩავატარებთ ქართველი ექიმები რო გავიცნოთ ვინც ჩვენი ექიმები არიან ესე ვთქვათ. მოდი ხო არ გავაკეთოთ საერთაშორისო ვებინარი. მოვიწვიოთ უცხოელი ექიმი რომელიც ცელიაკიაზე ისაუბრებს როგორც პაციენტებისთვის ასევე ქართველი ექიმებისთვის და ჩავატარეთ 3 ასეთი ვებინარი. მოვძებნეთ ადგილობრივი ექიმებიც უკვე. ძალიან მნიშვნელოვანი ექსპერტი. ესეთი ექსპერტები ესე ვთქვათ, ერთი იყო მკვლევარი საერთოდ კვლევით ცენტრი აქ რომელიც ცელიაკიაზე მუშაობს, ერთი იყო კლინიკური ნუტრიციოლოგი, რომელსაც თვითონ აქვს ცელიაკია. ეს ვარ ჩართული მაგ ვებინარში და ძალიან აყოფიერი იყო. და აი მაშინ დავიწყეთ და ამ დროს უკვე აი თქვენ კიდე სხვა ექიმებიც რო შემოგვიერთდნენ. გავიცანით ესე ხაზი გავუსვათ რა მანდ რაღაცას უყურეთ. აი ამ ხალხმა, რომელიც მედიცინასთან შეხება არ ქონდა, უკვე საქმეა რა. ექსპერტი და ტოპ ექსპერტები რა, ეხლა ცელიაკიაზე მე შეიძლება წავიკითხო სემინარი, მაგრამ მე არა ვარ ექსპერტი. ეს არ არის ჩემი მეორს, ზოგადი გასტროენტეროლოგი განვითარებადი ქვეყნის. და ძალიან დიდი სიამოვნებით ვისმენ ნებისმიერ შესაძლებლობას, როცა მაქვს ექსპერტებთან პირისპირ კონტაქტი. და ასე რა, პაციენტების წყალობით შედგა რა უკვე ერთი კონტაქტი. ანუ საქმე რაღაცა ექიმებისთვისაც გაკეთდა რა საქმე. ანუ მარტო პაციენტისთვის კი არა, ექიმისთვის. უყურეთ, ისეთ საქმეს ვყვებით ახლა კეთი, რომ ყველა მოგებულია რა, ბრჭყალებში რო დავჭეთ. იმ იტალიელ ექსპერტს თავისი ინტერესი აქვს. უნდა რომ რაც მეტ ადამიანს გაანათლებს ისეთ ქვეყანაში, სადაც ამაზე დაავადების წოდა, იმიტომ რომ იმ დაავადების აზარტი აქვს, იმას მართავს თავისი დაავადება. პაციენტის მშობელს და პაციენტს თავისი ინტერესი აქვს. იმიტომ რომ რაც მეტად ეგულება რომ ის ექსპერტი გაიცნობს ვიღაცას და დაელაპარაკება და აქ ჭკვიანი გასტროენტეროლოგი აღმოჩნდება თუ პედიატრი და მეტად შვიდად იქნება ამ შულს ახლა იმაში ხო არ არის იტალიაში და თურქეთში ხო ყოველ იმაზე სადა ახლა მაგის საშუალება არ აქვს ხო ბევრ ადამიანს და რომც კონდეს საშუალება ექს იმახინჯი ახლა უცხოეთში ტარება გეგმიურ ჩეკაპებს და მედიცინა ქვეყანა იმისთვის გვინდა რომ მედიცინა გქონდეს ა მედიცინა თუ სხვაგან გვაქვს პოლიცია სხვაგან გვაქვს ის სხვაგან გავიტანოთ აუთსორსზე ქვეყანა და ქვეყნის სერვისები გქონდეს სხვა ქვეყანაში ხო ახლა აგვინდა იქ რა ეს არ არის ისეთ სამედიცინო მომსახურება, რომ საქართველოში ვერ გვექნება რა, გვექნება რა. არის ფანტასტიკი სფერო. და იმას რა ქვია, ექიმს თავისი ინტერესი აქვს რა, ვიღაცა ჩემნაირ ექიმს, სხვანაირ ექიმს, რაც მეტი შანსი გვექნება, ეხლა რომ ამაში ფული არ გვეხარჯება და პირიქით აქეთ ეწყობა რაღაცა საგანმანათლებლო ღონისძიება და მონაწილეობთ მაგაში, რა ჯობია სპიკერად მონაწილეობთ, მსმენელად მონაწილეობ, ყველა შანსი იქ სიკვდილამდეა რა, სწავლა ეხლა აი ყველა ვარიანტში, პირიქით ყველა ექიმს ამონებს, რომ ზურგში თუ ექსპერტი ვდგას, ჩვენ რომ ექსპერტები არა ვარ და ზოგადი პროფილის ექიმები ვართ, ეხლა როცა ძალიან დავიწროებ რაღაცა საკითხს და ძალიან ისეთი გაწყვეტილება უნდა მიიღო, რომელიც აი გაინტერესებს უკვე ისეთი და წიგში ვერ წაიკითხავ და აი მარტო ვინც ამაზე მუშაობს, იმან შეიძლება იცოდე იმის პირადი გამოცდილება რო გაინტერესებს, მან ჭირდება რა ეგ გამოცდილება და ეგ ბექი რა და ზურგი ექსპერტების რა. ასე რომ ეგ უკვე მაგარი საგან მე მინდა რომ აი ხაზი გაუსვა ხოლმე რომ იმ საქმეებს რომ ეხლა ყვები ისე რომ როგორც არის აი ჩვეულებრივობა, მაგრამ არ არის ეგ ჩვეულებრივობა რა, ეგ ბევრი კაი რაღაცეები გამოდის რა მაგიმით და ეგ მინდა რომ კარგად გაანალიზოს სხვა პაციენტებმაც და მაყურებელმაც რა. რთული არ არის მარტივი, მართლა არ არის მარტივი, იმხელა ძალისხმევას მოითხოვს და ფაქტიურად 24 საათიან შრომას მოითხოვდა რაღაც პერიოდი, როცა კონკრეტულ ღონისძიებას გეგმავდით.
ამის შემდეგ უკვე, იქ იყო პატარ-პატარა პროექტები, რაც გავაკეთეთ და პატარ-პატარა კი იყო, მაგრამ მნიშვნელობით მე მგონი, რომ დიდია იგივე სკოლების პროექტები, რაც გავაკეთეთ და დღემდე ვაგრძელებთ. გითხარი რა ორს. აი უკვე რომ დამუმეგობრდით ამ ექიმებს, შეიძლება ითქვას, კარგად გავიცანით. იქაურს ყველა. კი, იქაურს. განსაკუთრებით ამ შემთხვევაში აქაურს პედიატრებს, პედიატრ გასტროენტეროლოგებს დავიწყეთ სკოლებში ვიზიტები. ეს დავიწყეთ ჩვენი შვილების სკოლებიდან. მივედით და მაგალითად მე ჩემი შვილის კლასში, ვთქვათ, 1 საათი გამოვყავით დრო და ექიმი ბავშვებს თავიანთ ენაზე ესაუბრა, ვთქვათ, მარიამი რატომ ვერ იღებს იმ საკვებს, რასაც იღებენ ისინი. და კლასთან კონდა კლასი ძალიან რომ ბავშვებმა უფრო კარგად გაიგო და ამას მასწავლებლებიც ესწრებოდნენ. ემპათია ისწავლება რა? ემპათიას უნდა ასწავლო რა. ისეთ საინტერესო კითხვებს ვსვამდნენ ეს ბავშვები, რომ მეგონა რომ ძალიან უცხო რაღაცა საჯარო სკოლაა თუ კერძო სკოლა არის ესეც. იქ ერთმა ბავშვმა დედაჩემი ყველანაირ ძეს ვერ სვამს და იცით მას ის აქვს ლაქტოზის აუტანლობა აქვს და რაღაცები. თან ეს იყო მაშინ ეხლა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მგონი იყო ეს 2 წლის წინ იყო დაახლოებით რა. ისეთი ასაკი იყო, რომ ამდენი ცოდნა წესით არ ავთხოვე ბავშვებს და რაღაც ზოგი იძახდა, რომ აი ჩემს ნათესავს რაღაცის აუტანლობა აქვს და ასე შემდეგ. გაგებული ხონდა თო. ეს ცოტა გამიკურდა ის სკოლის აუტანლობა გასტრო ზოგადად აქტუალურია და მაგიტომ რა. ისინი ახლა თავი ბავშვურ ენაზე საუბრობდნენ, მაგრამ ნახეთ რომ ძალიან კარგი იყო ეს ფორმატი. და დღემდე ვაგრძელებთ დაახლოებით 10 სკოლაში ვართ ნამყოფი. საჯარო? ესე, საჯარო სკოლებში. საჯარო მაინტერესებს, ძალიან მაინტერესებს აი რა სიტუაციაა მაგკუთხით რა, ნაკლები мотиваცია ხო არ არის, ნაკლები ჩართულობა ხო არ არის. არა, აი ჩვენ ეხა როგორც დავიწყეთ იმ სკოლებში დავდივართ, სადაც ჩვენი შვილები სწავლობენ, ჩვენი წევრების შვილები სწავლობენ, სადაც უკვე არსებობს მეტნაკლებად ნაცნობია თემა. სადაც მეტნაკლებად ნაცნობია. და ბავშვების მხრიდან ეს თანაგრძნობა, თანალმობა, ემპათია ეს წესთ არის ხო თუ არ არის აი თვითონ ბავშვთან რა ეს უგლიდან სავს ისინი რაღაცა მე რაც ვიცი არის იმიტომ რომ არის პრობლემა ეგ იდეაში არის აი როცა არის ის ახლა დავაზობს იმ კამფეტს თუ ტორტს თუ რაც არა აი როცა იცის რომ ამ X ბავშვმა ეს არ უნდა ჭამოს იმიტომ რომ მის ჯანმრთელობის სახიფათოა შეგნების დონეზე გებულობენ და გამოჯავრება რაღაცა არა აბსოლუტურად ბულინგი სერიოზული თემები რა ბავშვური სერიოზული თემები იქნება ალბათ მაგრამ ხო რა თქვენზე საერთოდ ზოგადად თუ ამბობ რა ზოგადად პირიქით რაღაც არის ხოლმე რომ ხანდახან აი ბავშვებს მოაქვთ კბილეული და მარიამს თავისი მიაქვს რომელსაც აზიარებს სხვებთან და ძალიან მოსწონს ხოთა შორის ის კი არა ერთხელ უთხრეს რომ რატო აღარ მოგაქვს ხოლმე რომ პირიქით უგლუტენო კბილეული ძალიან მოეწონათ და რომ ნახულობენ მაღაზიაში ამბობენ რომ აი ეს მარიამის საკვებიაო და ძალიან მაგარია. ითხოვენ რომ მიყიდეო, ანუ მოსწონთ რა მოკლედ. ის რა არის ამ პროექტზე, ანუ დაფინანსება საიდან იცით? არა, ამაზე დაფინანსება არ გვაქვს ესე. ძალიან მაგარია. ოღონდ სკოლებში შესვლა, რო არა თქვენი აქტივობა, სკოლებში შესვლა და უგლუტენო დიეტაზე, აი პაციენტის ინტერესი რო არ იყოს, ხო, თვითონ რა. აი ვინც მოაფიქრდება, ხარო სკოლაში მივიდეს და უგლუტენო დიეტაზე ილაპარაკოს. არავის. იმ დაინტერესებულმა პაციენტმა მოიკრიბა სხვა დაინტერესებული პაციენტი დაელაპარაკა ექიმებს და ექიმები მერე დაუდგნენ გვერდში რომ ის ექიმები ასეთ ცალკე არ დაждდება ექიმი და მოდი სკოლებში ვიაროთ და ისა პროზელიტის მივყოთ ხელი და უგლუტენო დიეტაზე ვიხადაგოთ მაგას არავინ არ იტყვის გამორიცხულია გამბო ეგ პაციენტის ისა რა აბა რა და ის რო გაიგებს მე უკვე რაღაც სვანაირად უყურებს უკვე იმ ბავშვს აკვირდებიან რამე სხვა რაღაცა ბუფეტში რაღაცა ქცევები იცვლება რა მაგ ლაპარაკით და მაგ იმით ეგ უკვე საქმეა რა და ძალიან კაი საქმეა ფართოებადი ოღონდ რა თქმა უნდა. ხო, ეს ან დაფინანსებადი პროექტი არა, უბრალოდ ჩვენ ის ფუფუნება გვაქვს, რომ ეს ექიმები მოყვებიან და მართლა ეს. აბა რა, ყველაფერი იმას დაფინანსებაზე არ არის, ხო, მაგ იმაზე ხა მიხვალ და ხა ეგ ექიმისთვის ძალიან ისეთი რა, აზარტული გამოცდილებაა რა, რაღაცა. ჩვენ თვითონ აი ზოგჯერ მაგალითად ერთ-ერთი თქვენს იცით ჩვენი თანადამფუძნებელი თვითონ აცხობს ხოლმე ამ უგლუტენო ორცხობილებს რაღაცებს. და მიგვაქვს ხოლმე თან და აი ამ შეხვედრის ბოლოს ვაგემოვნებინებთ ბავშვებს. რომ ნახონ შეიგრძნონ რაზე ლაპარაკობენ. ეხლა ჩემი შვილის კლასებმა კი იციან, მაგრამ ზოგჯერ თქვა სხვებიც რო ესწრებიან, ვისაც არა აქვს გასინჯული, რომ
ნახოს, რომ ესეც შეიძლება გემრიელი ხო რა, იყოს. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. რაც დიეტურია, ზოგადად იმან რო არ იფიქროს ამაზე, რომ საზღვრობას ჭამს, რახან გლუტენოს არ ჭამს და შეებრალოს ამის გამო, მაგის გამო მარტო და ამ შემდეგ რა. ეგ ძალიან მაგარია. სხვა ისინი, სხვა საქმეები? სხვა პროექტები ასევე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გვაქვს ხოლმე და რაც იყო ერთ-ერთი мотиваცია ამ ასოციაციის დაფუძნების, აი ვთქვით რომ მაგალითად, კაი, ნახე ადამიანები, რომლებსაც აქვთ იგივენაირი პრობლემა, თქვათ, ექიმთან მივდივარ ვიზიტზე, იქ ვესაუბრები, მაგრამ ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი გამოცდილება რა ხდება სხვაგან, სხვა ქვეყნებში. და ის საერთაშორისო კონგრესი, რომელმაც გაგვიელვა თავში და ფიქრობდით როგორ მივსულიყავით იქამდე, უკვე ამ ვებინარების შემდეგ ვიფიქრეთ, რომ შეგვეძლო გაგვებედა. და დაგვიანონსებია, მაგრამ ამას სჭირდებოდა რესურსი, როგორც ადამიანური რესურსი, ასევე ფინანსური რესურსი. აი ეგ რესურსიც მაყურებელი შეიძლება ვერ გაერკვეს და თქვა, რა რესურსი უნდა კონფერენცია ჩატარდა, რა მარტივად რო ვთქვათ რა. კონფერენციაზე როცა ეპატიჟები ტოპ ექსპერტზე, როცა ეპატიჟები მოხსენების დასაკითხად ჯაბაზე არ ქვას, ის მოვა და წაიკითხავს იმ მოხსენებას, ჰონორარსაც არ აიღებს, მაგრამ როცა ეპატიჟები ტოპ ექსპერტს ჰონორარი შეიძლება არც იმან არ აიღოს იდეაში. თუმცა ბევრი იღებს და დასწრახი არა ასე აკეთებენ ხოლმე რა. მაგრამ ამერიკიდან, იაპონიიდან ის რო ჩამოდის, იმის მარტო გზის დაფინანსება შეიძლება გაცდეს რაღაც $10,000. იმიტომ რომ იმას რაღაცა ეკონომ კლასის ვიზა არის იმითი ვერ რაფრენ რა, იმას არ ჩამოვა, მაგრამ რა მარტივად რო ვთქვათ რა. ანუ თავისი მოთხოვნები აქვს რა, მით უმეტეს თუ ჰონორარს არ აიღებს. აქ უნდა დააბინაო კარგ პირობებში და ამის უბრალოდ აი მარტო ერთი ადამიანის ჩამოყვანა ჯიბის ფულით მასე არ ხდება რა, ფულია, ფული უნდა თან არც ისე ცოტა რა და მით უმეტეს ახლა ქეთი რაც ამბობდა რომ კონგრესს როცა აწყობს და ვიყავი მე იმ კონგრესზე და იყო ძალიან კარგად მოწყობილი და ბევრი იქ ფულია საჭირო თორე დარბაზის ქირავიდან დაწყებული ექსპერტების ჩამოყვანით მასე არ არის მასე ქართული ორგანიზაცია NGO ვერ გახაჩავს მოკლედ მაგ ხარჯს რა მარტივად რო ვთქვა რა ამიტომ დავიწყეთ იმით რომ ეს ბიზნეს სექტორი ვინც არის, ვინც ვიცით რომ აკეთებს იმპორტს უგლუტენო პროდუქციის, მათთან მქონდა შეხვედრები უთხარით რომ აი ესე ტარდება საქართველოში ცელიაკიის კონგრესი, როგორც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, ასევე თქვენთვის არის მნიშვნელოვანი. იქ იქნებიან პაციენტებიც, იქ იქნებიან ექიმები, ჩვენ ცნობიერებას ვზრდით და სხვათა შორის აი ეხლა უკვე ამ გადმოსახედიდან გვითხრეს რომ საკმაოდ გაზრდილი არის მოთხოვნა ამ პროდუქციაზე. იმიტომ რომ ალბათ გაიზარდა დიაგნოსტირება და ლოგიკურად უკვე მოთხოვნაც იზრდება. თქვათ, ადრე თუ X რაოდენობა ჭირდებოდა, ეხლა 3X რაოდენობა ჭირდება. მან რა არის ერთი ისი კიდევ ჩემი აზრით რა გაიზარდა დიაგნოსტირება და ამ აი ასოციაციის აქტივობის გამო ერთ-ერთი ფაქტორი ეგ გონია მე სერიოზული რა. გაიზარდა თემა სერიოზული გახდა რა. ანუ არ არის აგდებული თემა. და ეს აგდებული თემა რო იყო, ამას აი შენ თვითონ მომიყევი ეგ ამბავი, რომ როგორ ხსმენია ჩემი კოლეგისგან, როდესაც იზახან რა პორს არ შეჭამს და რა უჭირს ახლა რა დიდი ამბავი რა ატეხეთ ერთი ამბავი ახლა ასოციაციები და ის მოინდომეთ რაღაცა არ ჭამოს რა პური ახლა ცოცხლობდნენ და არაფერი არ მოსდიოდათო რა. ანუ ასეთი დამოკიდებულება მართლა იყო და მართლა იყო კი არ მართლა არის რა დღესვე. არ ვიტყვი არ გადაუწყურავ მასე იმედს ჩვენს მაყურებელს და პაციენტებს და არ ვიტყვი რომ ასე მასობრივად და ეხა არავინ ექიმა ცელიაკიას რო გითხოს პირს დააფჩენს და თუნდაც პედიატრმა თუ ზრდას დასრულების ექიმა და ასე ძალიან უცხო და ეგზოტიკური თემა არ არის ეს საქართველოსთვის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ნუტრიციოლოგია განვითარებული არ არის. მე პირადად მაგალითად ცელიაკიას ძალიან ცუდად მართავდი, სანამ ნუტრიციოლოგი მეყოლებოდა ხელმისაწვდომი კლინიკაში. იმიტომ რომ კლინიცისტმა ცელიაკიის მართვა არსად არ იცის, ყველას ყავს თავისი ნუტრიციოლოგი, რომელიც დიეტაზე ძალიან დეტალურად ელაპარაკება პაციენტს. კლინიცისტი რას სახერხებს, აი მართლა ძალიან ბანალურად პაციენტი, განათლებული პაციენტი ექიმზე მეც სახერხებს ხოლმე. და ამის გამო ექიმი არ არის დასწრახი. და იმიტომ რომ არ არის ექიმს არც საქმე, არც ცოდნა, არც ინტერესი, არც ამ შემდეგ რა. ყველა ქვეყანაში ბრიტანეთში განსაკუთრებით ცელიაკია ამჟამად დიაგნოზსაც გასტროდიეტიშანების ვამენ და ესენი მართავენ და ანალიზებსაც თვითონ უკონტროლებენ და ასე. კლინიცისტვის ცელიაკია
დიაგნოსტირების მომენტია რა, უფრო ისეთ საინტერესო, რომ ძალიან მრავალფეროვნად ვლინდება და სოდეთის გატესტოს, რა მეთოდით გატესტოს, როგორ ქნას ექტორ და მე მონიტორინგისთვის, რომ ლაბორატორიული ტესტები, ენდოსკოპიები ესენი აკონტროლოს დაუდეს მიმდინარეობს და აკვირდეს, რომ თვითონ მართვა ამის კურნალობა, რახან წამალი არა აქვს, ხო და რახან დიეტა პური ამოიღე რახან არ არის რა, ეგ დიეტა, ბევრად უფრო რთულია დიეტა. ამიტომ აი კლინიცისტები ამას ვერ მართავდნენ. და ალბათ ამიტომაც არის ყო ექიმებში რა ინტერესი რომ რა იცი რომ რა დიაგნოზსვა მე უნდა გაუშვა ნუტრიციოლოგი, მაგრამ არ აქვს ეს ნუტრიციოლოგი, რაღაცა შეიძლება ასე აბიაბრუებდნენ თემას, რომ აი რა უდა პური არ ჭამოს და მორჩა რა და არა და არ არის ეგ, აი ეგ დამოკიდებულებაც ნელ-ნელა ექიმებში იცვლება ხა, მაგას მოვაყოლეთ. საუბარი და კიდევ უფრო მეტად შეიცვლება რა. აი მაგაზე ვიტყვი და შემდეგ შეგვიძლია სკრინინგის თემაზეც ვისაუბროთ. კი აბა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ერთ-ერთი ვებინარი, რომელიც გქონდა ჩვენ იქ იყო ეს ნუტრიციოლოგი, რომელიც მუშაობდა ცელიაკიის მიმართულებით. და მაშინ პირველად გავიგე, რომ ეგეთი რამე შეიძლება არსებობდეს. აბა, ცალკე. როცა პარალელურ რეალობაში საქართველოში ექიმია ესე პირისპირ მეუბნება, არათუ ნუტრიციოლოგია, რომ აი როგორ დაბალანსებულად იკვებო ამ შემთხვევაში თუ გაქვს ცელიაკია, არამედ მეუბნება, რომ ნუ აი ჩვენ იცი წლებია მართავთ ცელიაკიას. ყავდა ბავშვები, გაიზარდნენ ეს ბავშვები, მაგრამ რა საჭიროა ამდენი უგლუტენო პროდუქცია გაიხედავ და აი უგლუტენო შოკოლადები, უგლუტენო ეს, უგლუტენო ის. საქართველოს არის ჭადის ღომის ქვეყანა და არის პრობლემა. აუთენტურია ჩვენთვის უგლუტენო დიეტაა, ამას გეუბნებოდა. ეს ახლა სხვა ქვეყნებში უფრო პრობლემაა, ესე გამოვიდა, ვიდრე საქართველოში საერთოდ ხო რა, ცელიაკი არავის არაფერს არ დაუშავებდა დიდადო რა. არა, ძალიან გემრიელია, მაგრამ დამჭადი. არა, რაღაც გამოსავალს მაგას ახსნაც არ უნდა, რომ ეს მაგას ჯერ ერთი აქვე აღნიშნავ, რომ ყველა პატიოსანი, ჭკვიანი, აზარტული ექიმის ინტერესია პირიქით უნდა იყოს, რომ პაციენტ ასოციაციები იყოს ძლიერი, მართლა აზრიანი ასოციაციები და მართლა საქმეს აკეთებდნენ და არა რაღაცა სადღეგრძელოებით შემოიფარგლებოდნენ. იმიტომ რომ ეს ექიმი მუშაობას უმარტივებს პაციენტთან რა. სად რა ჯობია პაციენტი დაკვალიანებული როცა არის და როცა ბევრი დრო არ გეხარჯება, ზედმეტი მითების და რაღაცა სისულელეების გახარწყლავს და როცა უკვე გახარწყლებული აქვს პაციენტ ასოციაციას, რომელსაც უკვე შენამდე თუ დიას არა მოვიდოდობიზე მიწერა და ელაპარაკა რაღაცა, იცის გლუტენი რა არის, იცის ცელიაკია რა არის, იცის რომ რაღაცა დიაგნოსტიკას დაუნიშნავ, ეს იცის რომ ეს ენდოსკოპია დაგჭირდება რომ ბიოპსია და რაღაცეები მოკლედ იცის რა. მაგეთ პაციენტი არ ჯობია წესით ექიმისთვის, ვიდრე ისეთ პაციენტი რომელიც არ არის გარკვეული არაფერში და ყველა ნაბიჯზე პრობლემა შეგიქმნის რომ აი ეს რატო უნდა გავიგე, ეს რატო უნდა გავიგე, ეს რა და რთულად იქნება დამყოლი მკურნალობაზეც და იმაზეც რა. ეს ჯობია. ამიტომ ექიმის მაგეთი მიდგომა ეს არაექიმური მიდგომაა რა. იმიტომ რომ ის რომ რაღაცა კეთდება ცივილიზაციაში, რომ კეთდება ეს ასე, ანუ მაგეთ ხო ახლა დაფურთხება იმ ცელიაკიაზე ორიენტირებული ნუტრიციოლოგის მთელ ცხოვრებაზე. რა სისულელეს აკეთებს. რა ის ადამიანი რომ რაღაცა ერთობა რა რაღაცებს რა ეხლა რა ერთობა რაღაცა საქმე გამოინახა. ვითომ და აგერ ხო რა აგერ ღომი და ჭადი დაუნიშნოს რა პაციენტებს და იმას ქნას რა ქვია. რა ზედმეტად რა ტვინს ბურღავს რა. ხო და აი ინფანტილური მიდგომა და მაგას პაციენტ ასოციაციები შეცვლიან. უკვე იმიტომ რომ მე მოვადრო ეხა არ ცხენია ჯერ ექიმის მაგისტრის რა. მოვადრო მაგისტრის შერცხვება. ხმაღალ შერცხვება. ჩუმად გადაუჩურჩულოს მაქსიმუმ სამზარეულოში რომ რა ზედმეტები ხდებაო რაღაცა ვერ გაიგოს და თავისი არ ცოდნის შერცხვეს რა. ამ დროს მოიყვანენ პაციენტები და ძალიან მიხარია მე რო ეგ დრო მოვა რა. გულდასაწყვეტია, აი მართლა გულდასაწყვეტია და ასევე ამაზეც ვიტყვი რომ ასოციაციის ძალისხმევით გაკეთდა მოკლედ ვაუჩერების საკვები ვაუჩერები, რომლებიც ყოველთვიურად ითვალისწინებს 200 ლარს, 200 ლარიანი საკვები ვაუჩერებია და მიდიხარ კონკრეტულ მაღაზიაში, სადაც შეიძლება ამ გულტენო პროდუქციის შეძენა და 200 ლარის ფარგლებში რაც მოგივა, მოკლედ იღებ. ეს არის ყოველთვიურად. ამაზეც იყო რაღაცნაირად სახელმწიფო აკეთებს. სახელმწიფოსთან საქართველოში ყველა რეგიონში. ის კი არა სამედიცინო სფეროსთანაც კი რომ აი ცელიაკია მნიშვნელოვანია, ესეც მტკიცება გვიწევს და რაღაცნაირად მოხდა ისე რომ ვუთხარით რომ აი ეს სხვადასხვა ქვეყნებში არის პრაქტიკა რომ ვაუჩერები კი არა მაინც და მაინც, მაგრამ რაღაც დახმარება აქვთ ამ ადამიანებს. გვითხრეს რომ არის რაღაც შეიძლება გაკეთდეს ერთობლივი პროგრამა ფენილკეტონურია რომელიც ისუათაოდებებზე და ეხლა გვაქვს საერთო პროგრამა და არის ფენილკეტონურის და ცელიაკიის ვაუჩერები, ოღონდ ეს არის 18 წლამდე
ანუ ბავშვებისთვის ხა, არის. დიდებისთვის ეს იყო რაც და განორჩეულად სოციალური სტატუსისა? განორჩეულად ბავშვებს და იმებს, ბავშვებს. როდესაც შენ გაქვს ბავშვის ფორმა, ისაც უწერია, რომ აქვს ცელიაკია, აბსოლუტურად ყველას ლარს. ეს ხო პაციენტ ასოციაციის დამსახურებაა ცალსახად. ანუ უყურეთ, უსერიოზულესი თემაა რა. აი ბავშვებს 200 ლარიანი ვაუჩერი არასდროს არ ექნებოდათ ექიმების მეთაურობით, იმიტომ რომ 35 წელია ცელიაკი გუშინ ხო არ აღმოუჩენია კაცობრიობას საქართველოს დამოუკიდებლობიდან. მოყოლებული ქართულმა გასწორდა იცოდა რომ ეს დაავადება არსებობდა. რატო არ იყო აქამდე? ანუ გასტროენტეროლოგთა ასოციაციების არის, ისიც არის ხო ახლა, ანუ ექიმების მხრიდან ინიციატივა რომ მოდიოდეს, რატო არ გაკეთდებოდა რა აქამდე რა? არ გაკეთდა. თავრობა რა არ ყავდა აქამდე, რა ქვია, სამინისტროც იყო, ჯანდაცვის სამინისტროც იყო, ყველა ფენიკატორნის პროგრამაც იყო აგერი და თურმე და არ ვიცი ხან დეტალებში არ ვარ მაგ პროგრამაზე არ შორს ვარ მაგ დაავადებისგან, მაგრამ რაღაცეები ხო ხდებოდა სამინისტროში. რატო არ იყო ესეც? არ იყო რა, დაწრახვით კი არ ვამბობ ამას. უბრალოდ, აი, რასაც ვამბობ, რომ ეგრო მართალია, მაგის დასტურად მომყავს ეს მაგალითი, რომ მე ვამბობ შემდეგ რამეს, რომ საქართველოში პაციენტები სანამ თუ იქნებიან იმის მომლოდინე, რომ ვიღაცა ექიმები და რაღაცა ჯანდაცვის სამინისტროები და რაღაცეები თავში დაარტყამთ და მოდი აბა ხელები გვეკავება ეხა რამე კაი გავაკეთოთ ამას იტყვიან. დარჩება მათი დაავადება უმართავი და მოუწევთ დევნილებას, ჩაბარება უცხო ქვეყნებში. სამწუხაროდ, რა ეს არის დიდი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის სამედიცინო მიგრაციას გულისხმობ რა და პაციენტი რო გაერთიანდება, ხო? და რო შექმნის ორგანიზაციას, მის ინიციატივას მერე სამინისტროც მოყვება, ექიმიც მოყვება, პაციენტიც მოყვება და ძალა იქმნება. რომელიც ხო პატარა საქმეა ხა, მაგრამ არც ისე პატარა საქმეა. უგულტენ მოყვება, ძვირი ღირს, არ არის იაფი. ის 200 ლარიანი ვაუჩერი, რატომაც არა იდეაში. გვაქვს მაგის ფული. რამდენ სისულელეში იხარჯება ჩვენი ბიუჯეტის ფული, ხო? ჩვენივე გადახდილი ფული. 1000 სიბრიყვაში იხარჯება, თუნდაც სამინისტრო ხარჯავს და სისულელეში და 200 ლარიანი ვაუჩერი რომ ბავშვმა ჭამოს და რაღაცა საერთოდ რომ ვერაფერს ვერ ყიდულობს, იყიდოს უგულტანო პროდუქტებს, თქმა კონდეს, რატომაც არა. მაგას მე რაღაცით ის მოყვება, ბიზნესი იბუსტება. ბიზნესმა თქვა რომ აგერ ის გამეზარდაო. ეს რო გაზრდის ბიზნესი, ეხა სახელმწიფო მაგ კუთხითაც შეიძლება რომ რაღაცა დონეზე, ეხა არ ვიცი სახელმწიფოს რა მექანიზმები აქვს, არ ვარ სახელმწიფო ხელე, მაგრამ რა ვიცი ხა უგულტანო დიეტაზე რომ ძალიან მოგების მარჟა არ დაადოს რაღაცა და ამით არ აშენდეს ეხა რაღაცა სუპერმარკეტი და ის რატომაც არა მაგის ბერკეტი სამინისტროს ეკრენა რომ მოდი რა უგულტანო დიეტა არ გამიყიდო რაღაცა 500%-იანი მოგებით და ცოტა და რაღაცა 10% დაიდე მოგები და სამგერ სხვა პროდუქტებით აკეთე ფული რა ქვია არაჯანსაღი პროდუქტებით აკეთე სიტყვაზე ეს ფული რა რომელიც ისაც არ უნდა იყიდოს არავინ და ცუდია სიტყვაზე ამ ჩიპს თუ იყიდის და ამ უგულტანო დიეტაზე ხა მატრაკოცობის გამო ხო არ ყიდოს სიცოცხლისთვის ჭირდება რა და უეჭველი ჭირდება სიცოცხლისთვის ანუ არ ჭამოს ამის ოფცია არ აქვს რა პაციენტს. უეჭველი უგლუტენო დიეტა უნდა ჭამოს რა. აი ეგაა მან თავარი რა. ეგ მინდა გაიგოს ექიმაც და პაციენტმაც რა. ზუსტად აი რაც ახსენეთ ახლა რომ სიცოცხლისთვის ჭირდება და ეს არ არის უბრალოდ რაღაცა ისეთი ფუფუნების ამბავი. ევროპაში ახლა ახალი პრაქტიკა დაინერგა, იქაც ბევრი იბრძოლეს. იქ ესე ვაუჩერების პროგრამა არ აქვს. სხვათა შორის რო ვუთხარით ძალიან გაუკვირდა თავიდან ეგონათ რომ ნუ იქ ევროს ეკვივალენტში უთხარი და წელიწადში გაქვთ თუ არა მეთქი რა წელიწადში გაუნდა ყოფილი ანუ ვერ წარმოიდგინეს იმდენად გაუკვირდათ რა და ეხლა იქ მოკლედ ესე გააკეთეს რომ საკვები არის მედიკამენტთან გათანაბრებული და დაზღვევა უნაზღაურებს როგორც ექიმი უწერს წამალს ადამიანს ისე უწერს ამ გლუტენო პროდუქციას რომელსაც მე უნაზღაურებს დაზღვევა. ასე კონკრეტული იმით უწერს, რა, წადი იყიდე ეს სუპერმარკეტში აი არა, ამ სუპერმარკეტში არა, მაგრამ აი კონკრეტულად თქვა ეს სჭირდება ამ პროდუქტების ჩამონათვალს ასე არა მაგარი. და სწორი პარადიგმა, მას სწორი მიდგომაა რა საკითხისა. წამალია ეგ გლუტენა ისა. ანუ მე რო უგლუტენო ორცხობილებზე გადავირიო, ეხლა ეხლა ჩემი ახირება, მაგრამ იმისთვის წამალია ეხლა. და ეგ კიდევ ეხლა ზუსტად რახან პატარებმა შეიძლება შეხედონ და თვალი შეავლონ და თუ მათ ზელაპარაკო, ეხლა ბევრი დეტალი ეხლა ამ დაავადებაზე ამ პოდკასტში აღარც მომიყოლია, რომ შემთხვევით არ დავზაფროთ ვირმე, თორე ეს დაავადება არ არის სახუმარო დაავადება. და ეს დაავადება არ არის, ეს დაავადება პოტენციურად საკმაოდ საშიშია, საფრთხის შემცველი დაავადება, არა მარტო გასტროჯამთელობის კუთხით. სხვა რაღაცეები შეიძლება დააზიანოს, თუ არ იმართება ხო, ხაზაო, თუ არ იმართება, თუ პაციენტი იცავს უგლუტენო დიეტას, თუ დიაგნოზი დროულად არის დასმული, თუ რაღაც შეუცვლელად ცვლილებები არ არის დაწყებული, ეს დაავადება ემორჩილება ძალიან კარგად უგლუტენო დიეტას. მაგრამ თუ არ იმართება, ბევრ რამეს აშავებს ეს ძალიან და
არავის აი რა როგორ წდება გული იცი რომ აი ექიმი რომ არასე ანუ მეტი რაღა უნდა წაიკითხო ხა წიგნში გიწერია იმაში გიწერია დოკუმენტში გიწერია მთელი მეცნიერება აბზარო ანუ ეს ხო არა რელიგიური საკითხი რომ იწამო ან არ იწამო ხო ეცა რომ წაიკითხო ანუ მან აი როგორ რამეს ვაპარაკობთ იცი აი რაღაცა მაშინ უნდა თქვა რომ აი რასაც ვაკეთებ იმისი არ წამს მაშინ რა და მაშინ ნუ ემსახურები ამ საქმეს რა თუ რასაც აკეთებ რა წამალსაც ნიშნავ რა დიაგნოზსაც ვამ მაგის თუ არ გწამს და თუ არის დიდი შეთქმულების თეორია კაცობრიობის წინააღმდეგ ხო წადი და იყავი რა ის რა ქვია რაღაცა ჰომეოპათი იყავი რაღაცა იყავი სხვა საქმე აკეთე არ მოატყუო პაციენტი რომ ის შენთან რომელიც როგორც ექიმთან ის ნუ ხვდები რა ვიღაცა ექიმის ტყავში გადაცმული რაღაცა ნუ ხვდები და გავიგებ მაშინაცო იყავი სხვა იყავი რა სხვა რაღაცა და ირქვი რა არა ექიმი ეხა კეთი ბოლოსკენ მინდა რომ ესეც აი ძალიან მაგარი რაღაცაა და სკრინინგის პროგრამაზეც მინდა რომ ორი სიტყვით თქვა რომ აი დაავადების კვლევაშიც კი თქვენი ორგანიზაციას რატომ მინდა რა ეგენი მოგაყოლონ ისე ძალიან იშვიათად მაქვს ხოლმე ასეთ ფორმატი მაგრამ პირიქით მინდა რომ ძალიან დაუბუსტო, ძალიან ვამოტივირო სხვა პაციენტები, იმიტომ რომ აი ეს მარტო თქვენი საქმეები, არც ეგ სკრინინგის პროგრამა არ იქნებოდა, არც ეგ 200 ლარიანი ვაუჩერი არ იქნებოდა, არც კიდევ ბევრი სხვა რამე არ იქნება, რაც მომავალში თქვენი თაოსნობით იქნება. ბოლოსკენ მინდა რომ მაგ სკრინინგის პროგრამაზე ორი სიტყვით თქვა და მე წავიყვანოთ ბოლოსკენ ჩვენი დღევანდელი ეპიზოდი. სკრინინგის პროგრამასაც შეეხება გადავწყვიტეთ რომ მოკლედ ამ პირველი კონგრესის მერე ეხლა გვექნება უკვე მესამე კონგრესი. მესამე. პირველი კონგრესის მერე გადავწყვიტეთ რომ რეგიონებზეც დაგვეწყო ზრუნვა ფიზიკური ვიზიტებით. და გადავწყვიტეთ კონფერენცია ჩაგვეტარებია ბათუმში. იქ ესწრებოდა ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელი ჯანდაცვის სამინისტროდან მინისტრის მოადგილე და ვთქვით რომ აი იტალიაში უკვე დაწყებულია მუშაობა ცელიაკიის სკრინინგზე და შემოგთავაზეს აი ეს იყო რასაც მართლა არ ველოდით, იმიტომ რომ იქითაც არ გვითხოვია შემოგთავაზეს, გითხრეს რომ მოდი საპილოტად იქნებ აჭარის რეგიონში გავაკეთოთ რაღაც რისკ ჯგუფებზე მაინც და ეს სკრინინგის პროექტი დავიწყოთ. იმ წუთას ჩვენ მზად არ ვიყავით ახლა ესე რომ დაგვეწყო და ვუთხარით რომ ვიზამთ აუცილებლად. შემოვიკრიბეთ ექიმები რადგან პედიატრიულ ასაკს ეხებოდა, აი პედიატრე, გასტროენტეროლოგი, პედიატრი ზოგადად და ისაც ეხება აქვს პროფესია. ქონდა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა ძალიან ისეთი ხანგრძლივი ნაყოფიერი. იტალიის ასოციაციას პარალელურად ვთხოვეთ დახმარება, რომ აბა თქვენ როგორ აკეთებთ, რა მიმართულებით მიდიხართ, რა ანალიზებით ვცდილობთ რომ გააკეთოთ ეს სკრინინგი. პირდაპირ ვერ გადმოვიტანეთ საქართველოში. დიდარი ქვეყანა, ღარიბი ქვეყანა. ადაპტირება მოახდინეთ და დამტკიცდა მოკლედ. და ეხლა უკვე დასასრულისკენ არის ეს პირველი. ასევე იტალიაში ამასობაში დასრულდა პირველი საპილოტე რაც გააკეთეს იტალიის 4 რეგიონში და თუ აქამდე ვიცოდით რომ ცელიაკია არის მოსახლეობის 1%-ში დადასტურებული, მან აქამდე ვიცოდით ის ევროპული მაგალითად, იმიტომ რომ აქ რეგისტრი არ გვაქვს პაციენტებს, არაფერი არ ვიცით რამდენ ადამიანს აქვს ცელიაკია. აღმოჩნდა რომ 1% კი არა, იქაური პირველადი ამ 4 რეგიონის მონაცემებით არის 2.8%. და გავიგეთ რაღაცა ახალი. გადადიან მთელი იტალიის მასშტაბით ბავშვების სკრინინგზე ცელიაკიის. იქ ოღონდ ცელიაკიასთან ერთად დიაბეტის, პირველი ტიპის დიაბეტის სკრინინგიც მიმდინარეობს. და ძალიან აი მაგ თემაზეც რა, რაღაცა ჩვენს ერთ-ერთ რეგიონში რომ ადამიანები იტესტებიან, მათი ჯიბიდან არ უწევთ ამაზე გადახდა და ესმევათ დიაგნოზი და მე იმართებიან და რავი, ბევრ სერიოზულ გართულებას აირიდებენ თავიდან და რის გამო, ანუ ეგრო არ ყოფილიყო ინიციატივა დასმული კონგრესებიდან, ამ ამბებიდან, თქვენი გაერთიანებიდან. ანუ ასე თავისთვის აქამდე რატო არ ქონდა ინიციატივა აჭარის იმას რა ქვია მთავრობას იქნება ეს თუ საქართველოს ხელისუფლებას თუ ვის ცენტრალურ თუ არ მოინდობა არა მაგას აი დაცინვის კუთხითაც კი არ ვამბობ და დასაძრახად მართლა არ არის ხა ჩინოვნიკი ხარ რა მილიარდი წარმოედგინე რაღაცეები ხო შენ ხა ვერ იფიქრებ შენ შულს თუ არ ჭერს ცელიაკია შენ თუ არ ჭერს საერთოდ ცხოვრება შეიძლება ისე გაიგო რომ ვერც გაიგო ეგ თემა ხო ბევრი ჩვენი იმიდან გაიგებს ხა პირველად ამ სიტყვა შეიძლება რა გაგებულიც არ ექნება და
ეგ არ აღუშავს კაცო, ეგ ჭინორგვა რო არის ის. უბრალოდ აი მაგეთ ხალხს აპროვოცირებ რა მე რა ასოციაცია რო გაქვს. რომ სამი კონგრესი ჩატარებული სახუმაროი არა, კონგრესის ორგანიზება ძალიან რთულია რა და სამი კონგრესი ჩატარებული და უკვე ისიც ხედავ შენში ძალას რომ პარტნიორად ვარგი ხარ. და რაღაც საქმე გიკეთები ასე ხო არა? ეხლა მოდი აბა რაღაცა ინიციატივები თქვა და ბექგრაუნდი არაფერი არ მაქვს ვინ გენდობა ხო? ეხლა ასე არავინ არ გენდობა, მაგრამ რაღაცები რო გაქვს უკვე აქამდე გაკეთებული. ეხლა უფრო და უფრო მეტი საქმეების კეთება შეიძლება რა. ასოციაციის წევრობა ფასიანია? ბოლოსკენ ასოციაციის წევრობა ფასიანია, არის მინიმალური გადასახადი წლიურად. თუ საიდუმლო არ არის რამდენი? 50 ლარი. ძალიან ცოტა არის რა. ძალიან ცოტა. მაგდას აი მინდა რომ რაც არის აი უბრალოდ იმისთვის რომ შენ ნამდვილად გაინტერესებს. კი, აი ეხლა რაზეც ვლაპარაკობდით ხო? ანუ აქ ყველაფერზე ეხლა რო ვთქვით სამინისტროზე დაჯდა ეკიპები რაღაცა ანუ ძალიან ბევრი რესურსი იხარჯება რა ძალიან ბევრი რა ასე დაჯექი და ვითომ საქმე არ აქვს ასე ხო არ არის ბუჭერში ბუზებს ითვლი და მოდი აბა ვიღაცამ დავალება მომცეს ასე ხო არ ცხოვრობს არც პროფესიონალი ხო ყველას რაღაც თავის საქმე აქვს და ვის უნდა დაინტერესო რაღაცა იმის და თუ არაფინანსურად ზოგ საქმეზე ეხლა რაღაცა დაავადებას რომ მიხედოს გასტროენტეროლოგმა მაგას ფინანსური ინტერესი არ დაჭირდება და რაღაცეებში სკრინინგის პროგრამაზე რომ იმუშაოს თუ რაღაცა მაგრამ სხვა რაღაცებს ხო ჭირდება ფინანსური ინტერესი და მე თუ მკითხავ ზოგადად ეს პაციენტების ასოციაციები ძალიან საწევროშიც უნდა გადაიხადოს ფული პაციენტმა რა თუ აზრიან ასოციაციაშია იმიტომ რომ მე მოთხოვნაც გაუჩნდება კარგი მე ის მასე კი არ იქნება მასე კი ვერ იტყვის ასოციაციის დამფუძნებელი მე რა შევქმნა ხარ რაღაცა იმის რა ქვია ჰელიკობაქტერით ინფიცირებულთა ასოციაცია რომ იმას კი ვერ იტყვი რა ჩემს იმაზე არა მინდა გავიგე მინდა ხვალავდები დავხურავ რა მაგას ვეღარ იტყვი რა ფულს როცა იღებ უკვე მაგ საქმეში გარდა იმისა რომ პირადი საქმით გაქვს რა მიჯაჭულობა ამ საქმესთან უკვე სხვანაირი პასუხისმგებლობა გაქვს რა უკვე იმასაც სხვანაირად აღიქვამს თავის თავს წევრობას მეტად საპასუხისმგებლო საქმედ უყურებს რომ რაღაცას ფულს ტყუილად არ ეხდის რა და უნდა რომ იმ საზრდოთა საერთო ფული ჩდებათ რა იმ საერთო ფულით საიტი გაიმართება ფლაერი დაიბეჭდება თუ რა იქნება მაგ ყველაფერი მარტივად მოხდება რა და ეგ უნდა ანუ სხვანაირად არ ხდება რა სხვანაირად შეუძლებელია ფულის უაზრო ხარჯვის დიდოსტატები ვართ რა და ქვეყანაში რა და გვაქვს ეს ფული ასე გამოდის რა რო გვაქვს რა იმიტომ რომ რასაც უყურებ იხარჯება ეს ფული უაზროდ გინდა მედიცინაში გინდა ჩემს სფეროში გინდა ზოგადად ქვეყანაში გინდა სახელმწიფოებრივი გინდა არასახელმწიფოებრივი აზრიანად დაიხარჯოს რა ადამიანმა ინდივიდუალურად აზრიანად ხარჯოს სახელმწიფომაც ჩვენი ფული აზრიანად ხარჯოს რა იმიტომ რომ აი დებილობებში ხარჯავთ ამ ფულს აი რადგან დასასრულისკენ მივდივართ, იმას ვიტყოდი აქ კომენტარს გავაკეთებდი, რომ ჯერ კიდევ გამოწვევად გრჩება ჩვენ ასოციაციას, რომ ამ პაციენტებს ავუხსნათ, რატომ უნდა გადაიხადოს თუნდაც ეს მინიმალური თანხა, იმიტომ რომ პასუხი არის ესეთი, რომ მე ისედაც ვიცი, რა რითი უნდა ვიკვებო და რა მეკრძალება. რას მთავაზობთ? აი ესე რომ რას მთავაზობთ თქვენ? ჩვენ კი მართლა ვთავაზობთ ხოლმე რაღაცებს, იქ ჩვენ წევრებს რაღაცაზე ფასდაკლება აქვს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არ უნდა იყოს მთავარი ამ შემთხვევაში. ეს ჩემი აზრით არის დამატებითი რაღაცა. საქმე უნდა იმას ქნა, რა ხო, მეც მასე უყურებ რა, ანუ მეც მასე ვხედავ მაგას. ისე ვხედავ. და თვითონ აი ევროპის ასოციაციებსაც ძირითადად აქვთ გადასახადი. ოღონდ იმათ ყავთ, ნუ აი უამრავი წევრი. და ჩვენც მე მგონი ეს არ მithქვამს ჩვენ გავერთიანდით ევროპის ასოციაციაში. ხო, მართლა ეგ არის. რომელიც ესე იგი პირველ ერთი წლის არ ვიყავით. შეიძლება ითქვას, რომ გავერთიანდით ევროპის ცელიაკიის ასოციაციაში, რომელიც მოიცავს ყველა ევროპულ ქვეყანას და რამდენიმე არაევროპულსაც ან რაღაც ასოცირებულ ქვეყანას, რომლებიც ჯერ ევროკავშირის წევრები არ არიან ჩვენ მსგავსად. და იქაც ანუ ჩვენ ასოციაცია თანხას ვიხდით იმაში რომ ჩვენ პროფესიული ასოციაციებს ვასეა ვინც ვართ გაერთიანებული რასაც თანხას მაგრამ ეგ ფული მაგაში მიდის და არა იმაში რომ რაღაცა პირადი ხარჯები და ხელფასი დაინიშნოს ვიღაცამ რა ეხლა სხვათა შორის უბრალოდ ვერ მოვახერხეთ წელს ჩასვლა 17-18 ოქტომბერს ეხლა არის ყოველწლიური კონგრესი და ეს არის 37 კონგრესი ანუ 37 წელია ყოველ წელს ცელიაკიის ევროპის ასოციაცია ატარებს კონგრესებს. ბრიუსელშია ეს კონგრესი. და ჩვენ რომ გავწევრიანდით და რომ ჩავედით და ჯერ ერთი წლის არ ვიყავით, ეს იყო 2 წლის წინ. და რომ გავიაზრო რომ ამდენი წლის ისტორიის ასოციაციები არიან, ნუ აი ამბობდნენ რომ 30 წელი ამაზე მუშაობთ და ისეთი გაოგნებული ვიყავით და ჩვენ გვაქვს ეს პლუსი ამის თქმა. 30 წლის წინ ავტომატები დავბოდით ჩვენ რა. ის გზა რაც გაყვავული აქვთ, შეგვიძლია
რომ რაღაცნაირად კარგი მოვარქოთ გაგებით ჩვენი მოსკოვს, აბა რა, ველოსიპედი თავიდან არ გამოვიგონოთ, აბა რა, მაგისთვის მინდა. აი საუბრობდით შემოსვლამდე და ის რასაც აკეთებს იტალია, ბევრი ევროპული ქვეყანა ვერ აკეთებს და დიდი ბრიტანეთი რასაც აკეთებს. შეიძლება ხვალ იტალია და დიდი ბრიტანეთი ვერ გავხდეთ ცელიაკიის კუთხით, მაგრამ რაღაცით უნდა დავიწყოთ. აბა. თუ არავინ არასდროს არ დაიწყო და არცა და მასეა და ცელიაკი არის კარგი მოდელი, იმიტომ რომ სხვა დაავადების მქონე პაციენტებს რო ასე მოიქცევიან, აი თვითონ ნახავენ მე აი ამ პატარ-პატარა შედეგებს, რაც სხვისთვის შეიძლება პატარა იყოს, სხვა ნეიტრალურ მაყურებელს, მაგრამ აბა პაციენტებს ვკითხოთ რა, რამდენად პატარა, თუნდაც ეგ 200 ლარი არ მოურჩევთ, თუნდაც უფასო სკრინინგი. კეთე, ძალიან დიდი მადლობა ამ საუბრისთვის რა. და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემს მხარდაჭერას პერსონალურად ნებისმიერი პაციენტთა გაერთიანებისადმი, რომელიც საქმეს აკეთებს და განსაკუთრებით თქვენი გაერთიანებისადმი, რომელიც ერთ-ერთი გასტროპაციენტების გაერთიანებიდან სხვა ბევრი საქართველოში არ მახსენდება ჯერჯერობით რა, რომელიც აქტიური იყოს და ასე საქმეს აკეთებდეს რა. ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი კაი საქმე გამოგივათ. ეს იყო დოქტორ დეტერმინისტის პოდკასტის მორიგი ეპიზოდი, რომელიც შეეხებოდა ცელიაკიის თემას. დიდი მადლობა ჩვენს მყინვარის სტუმარს. გაცემთ ბოლოსკენ შეგახსენებთ, რომ ჩვენი ეპიზოდი ჩაწერილი იყო სივრცე 13-ში. რა თქმა უნდა, ამ შემაჯამებელ ტექსტს ვერ ვამბობ ხოლმე ვერასდროს დაალაგებულად, მაგრამ არა უშავს რა, ასე ფრისტაილით დავამთავროთ ჯობი რა. კარგად იყავით. აბა, მომდევნო 2 კვირის შემდგომ 4 შაბათს შევხვდებით შემდეგი ეპიზოდით რა. კარგად.